კიდე ზემოთ უწევედი მე დემენტრა მაგრამ იმას არ ჩავთავ იმის დედა შევეცი ავა ავყევით რა ნავიგაცია თუ რაც ხაყრეობა აკო ყველგან ვიყავიოთ რომ მოვიდე აი ხო ეს ეთქობა და ყველაფრიდან უყურებდა იმ წერს გარშემო დამყავდი ყველა მხრიდან მოგიყვანა ხო და მე რომ მივხვდი უკვე მე-13 დავადექი რაღაცა უცნაური ისი ბრალი იყო ბიჭო იცი დედა იმას გვალი ბაღი ახლა სად უწევს შორს აგიდა მაგრამ გააჩნია საიდანა ხო ხო და აი გვალი ბაღიდან ვარ ჩამერთო მე მაგი და თავში რო ჩამერთო და ბევრჯერ იძახი გამომთული გონა მაგრამ ჭონეონ რო იძახი ზიგიმნა შეცვალო ხო იმდენად არასწორად ვიარე ამის მონაცემებს არ გავყევი და კიდე ამას რომ მივალ და ამას დამიწერს აზე მქონა დაყენებული შეიძლება დამიყენა ბიჭო ფეხის იმას, ფეხიცი არ ვიცი, ამ ყლემ. ახლა მივხვდი რა ზია. უი ველოსიპედი. ფეხის ისეთ მოგიყვანა. კიბებზე გატარა თუ რა იყო? ბიჭო არ ხო არ რაღაცა მიჩიტებოდი, ყველგან ტუპიკებში გავყავდი რაღაც კიბეები რო არის ამლაი. რა კაია. ახლა პატარა რო ჩავწერო შეიძლება რომ ვაგინო იმ ტიპს აგირა შემინახა. ნავის გზით არ უნდა ვის უნდა აგი? ვინც შეგიდა ამით მიმიჭირა. ვინც საფეხმავლო შექმნა თუ? ბიჭო იქ მე გაანევე ბიჭო მე ვთხარი რა ფეხი ხარ გამოკლევდი ბიჭო მანქანა ჯერ ველოსიპედს შეუნაწყობა მიაყენა აზე ხა რა გზებით წამოგიყვანა და კიბეებით წამოგიყვანა კიბებზე გამიჟვა ამ ჩატლაკმა ხა მეიგენი ხანდახან წამის სიგნალებს ვიღაცა და მე ტექნიკას აკვირდება ბოჟიშვილი ყვა და მე რო დამინახავს დათღეში ვარდები არიცი მიშვებენ წინაზე მითხარ სად დაგენცრა მოგესალმებით მეგობრებო ეს არის პოდკასტის სად დაგენცრას მორიგი ეპიზოდი და მე მისი უცვლელი წამყვანი თევდორე გოგოლაძე გახლავართ და დღევანდელი სტუმარია ჩემი უფროსი მეგობარი რობი კუხიანიძე მადლობა რობი აქ რომ მოხვედი იმიტომ რომ შენთან ერთად დიდი წელია ერთმანეთს ვესწრებთ დიდი ხანია და შენთან ერთად ყოველი საუბარი ჩემთვის რაღაცა ინსპირაციაა და რაღაცა ახალს სწავლობ ხოლმე რა და მე რო გავიხსენე ჩვენ საიდანაც ძალიან უამრავი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი მაშინ ლუდის ბოთლები გვეჭირა ხელში და დღეს ვართ ერთადერთი ადამიანები დედაენის ბარში ხოლმე ვისაც ჩაი გვიკავია და ვსვავთ რა და მადლობა რომ აქ მოხვედი ძმაო იმიტომ რომ შენთან ერთად საუბარი ეს პოდკასტი თან რა არის იცი რატომაც დაერქვა ეს სახელი რომ სადაგენძრა რაღაცნაირად იყოს ჩვენი გამოცდილებები რომელიც მე გადავლახეთ რა რაღაცნაირად ვინც ამას მოვერიე და ცოტა ინსპირაციაც იყოს ადამიანებისთვის რა მე მინდა ყველა შენს აი ვინ ჩვენ ვიყურებს ახლა ხო რაღაც ადამიანებს ახლა ისეთი ფორმაა ეს თანამედროვე ფორმა რომ ისეთ მაშინაურმა შეიძლება მოусმინოს და უყუროს ასეთ რამეს რომელიც ურთიერთობაში ნათქვამის არ აქვს რა ასე ტელევიზორი ვაფშე სხვა რამეა მე საერთოდ აი ტელევიზიასთან იმაში აზრი მაქვს ასეთი რომ ჩვენი საშველი არ იქნება იქამდე სანამ საქართველოში ერთი ტელევიზიის გარდა სხვა ტელევიზიები იქნება და ის ერთი ტელევიზიაც კიდევ უნდა იყოს ხალხის ტელევიზია ჯერჯერობით დანარჩენი დაანებონ თავსთავი და აცალონ არსებობს ვინც არ იცის სოციალური ქსელი სადაც ადამიანს აქვს დიდი არჩევანი სულ იმას უყუროს ცუდს უყუროს თუ ვაფშე ცუდი უყუროს იმიტომ რომ თავისი უფლება მეტი არაფერი დიდი კიდე იმიტომ რომ გარდამავალი პერიოდი შეიძლება თუ აი ეთიკის ამბავია რომ 1-5 წელი იყოს ტელევიზიები საქართველოში მაგრამ უნდა იყოს რაფერი იცი სერიალები კი არ უნდა იყოს გაუჩერებლი ერთი სერია რომელიც არ დამთავრება და იმ ადამიანებს გაატანიებს იმ დროს აი ეს რომ გაკაჩავე იყოს ცოცხლების არ იქნება რომ იმათვის იყოს და ეს დამთავრდეს და ჩემი თაობა იქნება თუ რომელიღაცა თაობა უნდა ჩაიყოლიოს იგი კუბოში ეს თაობას მიეძმას ეგ ტელევიზია აი სახელმწიფოს ტელევიზია არ არის იმის ხალხის და შენახარ წარმოგიდგენია რომ ვიღაცის პიროვნების ტელევიზია აი ყველაზე დიდი ბოროტება რაც უბედურება მოხდა ამ სახელმწიფოში
ტელევიზიის და რადიოს ბრალი არის. კი ბატონო. მაგრამ განსაკუთრებით ტელევიზიის. რადიოში მან შენ წარმოსახვასთან არის საქმე და სხვანაირად ფილტრავდა უფრო ინტერნეტთან, უფრო რადიო ახლოს. და მეტი არჩევანი გაქვს, ანალიზი გააკეთე. იფიქრო, წარმოიდგინო. თვალებითაც მიმაგრებული ხარ და ყველა საქციელებით და მიმიკებით და ყველაფრით, ხო? და ეს და ბავშვებს განსაკუთრებით ეხლა ჩემტოლებს და იმას არ ვიცი ეშველება რა მე მართლა არ ვიცი ახლა. იმიტომ რომ აქამდე რომ მე ვარ 60 წელი მისულდება ახლა და ჩემი საშველი ვიცი რომ გერა მე დაბადებული ვარ უსაშველო ომისთვის. ყوای როგორ არ ვაღიარო, გადარჩენილი ვარ იმაში რომ პირადი ადამიანური ურთიერთობა და ჩემი ცხოვრება ჩავტოვე რაღაცა 25 წლის რო ვიყავი 30 წლამდე აი შევეგუე რომ აი იმდენი ვისწავლე ბავშვებთან ურთიერთობაში რომ აი ციფრად მიქციეს ასაკი. იგი ამკეთეს აი ახლა მე ვიცი ვიყო და ჩემი ტოლები ვინც არიან ხო აი თქვენმა შვილებმა მე გამიხანგრძლივეს ცხოვრება. იმიტომ რომ მე მინდოდა აი მივაგენი იმას აი როგორ თქვა ახლა ძალიან თუ აი როგორაც მიყვარს ბავშვებთან ყოფნა იმას ვიტყვი რომ გრალი და რაღაცები რა ხო თამაში ძალიან არის რა მე აი გონებით მიმიყვანეს იქამდე რომ არაფერიც არ მთავრდება ვაფშე საერთოდ არაფერი არ მთავრდება არც ურთიერთობები არც არაფერი პროსტა ვიღაცა ექვემდებარება რაღაცა კანონზომიერებას აი მაგალითად თანამდებობას ან იმ პერსპექტივას კარიერას რომ უცებ კარგი ნახიათ ბავშვები რო არიან იმ ასე 16-17 წლის და აი დამძიმებულები თუ გინდა ხალასებიც, მაგრამ იმას შებოჭილები და ასეთი რაღაცები, რომელიც პერსონაჟებს რო იქმნიან უკვე რა. აი დირექტორი ვარ რა და მორჩარ და აი იქ არიან რომ დირექტორი უნდა იყოს გაბღენზილი. და რატომ მე მაქედან ვაფშე მარტივია მარტივი ჩარჩო საუკუნეების ბრალიც არა მარტო ჩვენი განვითარება არ ქონდა ამ სახელმწიფოს პირდაპირ ფეოდალიზმიდან გადავედით სოციალიზმში, ხო? აი შენ კაკრას ახლა მაგ დროს იყო რომ უკვე აი რაღაცა საბჭოთა კავშირის დრო იყო, როცა მუსიკა დაიწყე რა და მე რაღაცა მთავრდებოდა უკვე რაღაცა რაც აუთსაიდერი და ის და აი ეგ რა იყო, ეგ იყო ეგ აბრაზება შენ აი პანკი რატო გადაწყვიტე რომ მაგ ჟანრით გამოგეხატა რა აი არა მე კონდა სხვაგან მცდელობები როგორც ასეთი ჩვენ გადავწყვიტა რაფერი გითხრა ახლა ყველა ზოგი აკეთებს რაღაცა მიზეზის გამო ჯგუფს ხო რაღაცა იმას ზოგი რაღაცის გამო ზოგი ვაფშე არ იცი რომ გაკეთებული აქვს და აღმოჩნდება რომ იგი ამერიკელი ვიღაცა დაინახავს და ვა შენ რა მაგარი ხარო და მოკიდებს ხეს და ატვეჩაი ამას რო გეტყვიანი ყველაფერს გააკეთებ იმიტომ რომ აი ცუდიც რო გამოგივიდეს თუ დახარჯავ ფულს მაგარი ცუდი იქნება რომელიც გაიყიდება. აქ რა ვიცი ჩვენ ხო სკლინტის რძეს არა ქათმის რძეს შლამთ თუ ძროხის რძეს ეს კითხვაც გაჩნდა უკვე საქართველოში ხო ვიღაცებს გონია რომ ძედალიათ ქათმის მაგრამ ჩვენმა იმგენმა ბიზნესმენებმა იქამდე მივიყვანეს უკვე სოფლიოს გადააჯვენ თავზე და გამოვიდა რომ არ ვიცოდით რომ ქათამი იწველებოდა ოდა ახლა დადონ ქათმის ზუძუ თორა ვიცხავს მოუწყლავ კარგის რას იგის თუ სკლინტი არის რაღა გამოვიდა ბოζიშვილი როგორ მიიღენ ამნაირი მასა რომელიც სკლინტიც არ ძეცა ასე ხარ და თქვენ იმას ამბობთ რომ საქართველოში ვიღაცებს ოპერიკი ძროხებიც ეწოდებათ მათ ძროხებს აზაჭმევდნენ ძროხაზე გამახსენდა რომელიღაცა აზრი ამიშლობა იმედზე არ ვიყავ დარწმუნებული და მაგ დაგვარობა რომ სხვა პოლიტიკოსებს აღზე ვიყავდა პრობლემა იყო როგორ იცი საქართველოს თავრობამ რძის მიყიდვა დაიწყო რუსეთზე უკვე მართლა შოქში უნდა ჩავარდე ასეთი ნაგლი რაღაცა კორუფცია და რამე ხო აი ხომ და ეგ პლუსად აწერეს ანუ რომ არა ოპოზიცია იმგენს რა თავრობა შეუძლია რძის იგი გატანა და ექსპორტი ხო იმპორტია თუ ექსპორტია გარეთ რო გაქვთ ექსპორტი ექსპორტი დაიწყო იმპორტი გადაიწყო ექსპორტი დაიწყო და
ბიჭო, მთელი პირდაპირ გადაცემა იყო, მთელი გადაცემა, ბიჭო, ამძროხა და იწველება და რაღაცები რა. აი, უფრო მეტ სხვანაირ პრობლემას ველოდი, რომ მივედი ტელევიზიაში, ვიდრე ამაზე შეჩერდებოდი, მაგრამ და შენ რატო დაგიძახეს? არა, ხშირად მიძახოდნენ რა. არა, მაგ თემაზე სალაპარაკო. არ იყო, მარტო შეიძლება სხვა თემებიც იყო, მაგრამ აი იყო კიდე იქ თემები იყო რაღაც, მაგრამ ამაზე უფრო მეტი ყურადღება. გაჩერდნენ, მანდ გაჩერდნენ. გადაიტანეს და მე ყოველთვის მეუბნები კითხვებს მისვამენ ბოლოში. იმიტომ რომ აი მე მაგალითად ვცდილობ კი რა სულ ვაკეთებ იმას, რომ წინას არ ვიცოდი რა შემეკითხებია. რომ მელაპარაკება ან პროდიუსერი ჟურნალისტის თუ იმის, ხო? სულ ვცდილობ მაგამდე არ მივიყვანოს საქმე, რომ რამენაირად ამიხსნას, აი თუნდაც შენთან რომ მე ხო გითხარ, მინდა მელაპარაკები თქვა. ხო და იმიტომ რომ ცოცხალი ხო, არა, პროცესი მე ტელევიზიაში არა ვარ, ხა ჩვენში მოსულა მაგ ბაზარი. შენც იგი გჭირს, ბაზარი არა, მეც რაღაცები მჭირს, რომ ამასაც რო ვაკეთებ, ჩვენ ვინც არ მევასება, აი ფორმა მის პროპაგანდის, ჩვენ იმ პროპაგანდის ტელევიზიაში რო არ გვემუშავა და კამერის უკან არ მდგარიყავით, ხო? მარტო რო ტელევიზორი ვეყურებია, ჩვენგან მაინც ეგენი ვინც უყურებს ტელევიზორს, ყველა ტელევიზიონშიგები არიან. ეგენი უფრო არიან ტელევიზორში, ვიდრე იქ რომ მუშაობენ, ეგენი ყავას უსვამენ, ეგენი ტვინს იტყნავენ, ხალხი აზე ხარ აზეა ლაპარაკი. ეგენ როცა ყავასვამენ, მაშინ ფუჭდება ყველაფერი, ინგრევა ყველაფერი, აი კარგს ხო არ იტყვიან არაფერს. ხო და ანუ ეხლა შენებობ რომ კომფორტი აფუჭებს თუ რა აფუჭებს? კომფორტის დისკომფორტი არის. ძალადობრივი ინფორმაცია, როგორ გითხრა, გონებრივი ძალადობა, საშინელება არა, манипулირებები. არა, ყავაზე გეკითხები რომ ყავის დალევას რო იწყებ, მათ ფუჭდებიო და მან ხო ის არის რომ თავისი მიიღო და აღარ ვითარდება. გააზრდებ ლაპარაკობდი ახლა გამახსენდა და იგი თქო რა. და არ გამოვართვი რა, ეს ძალიან ადრე გეუბნები, აი ახალი იყო მაშინ რუსთავი და რაღაც ძველი ამბავი. და რო შემტენა და აღარ მინდა, მეთქი არ მინდა ფუძელი, არ მინდა კითხვა, არ ვიცი თქვა, აი ერთხელ მომწენდოდი და ავდექი მე და რო უნდა შევსულიყავი ეთერში და დავხიე. ნუ დაიბნენ, აღა და უცებ არ გამომეკიდებოდა. მაგისთვის მზად აღარ იყო რა. ხო, და შესვლის დავხიე რა, სამჯერ რომ და ავდექი გავჩერდი, მე დავხიე და დავდე იქ დახეულა. და შევე დავჯექი. მაგრამ ეგ იმანას დაინახა, წამყვანმა თუ რა ქვია მან. იმან ხო შეხედა რომ მე არ ვიცი არაფერს გარტყამაში არა ვარ. და არ და ყველა მიცის რომ ვიცი ხო დავჯდარი ხარ და უკვე ემზადები პასუხისგანსაცემა და მე კიდე სიმპათიები და ეს გემართება ტელევიზიაში. პასუხებიც ეწერა თუ პროსტა კითხვები გაგაფრთხილეს წინასწარ? არა, მე არ ვიცი ახლა მაგდენი, მაგრამ კითხვები იქნებოდა, პასუხები რო შემდგეს. პასუხებიც რო დედამის ამოიწვას. ხო იქნებიან ვიღაცები, პასუხებიც რო. კარგი რა, კარგი. ვიღაცები. არა, მაგი ძალიან დიდ ეშელონებში და დიდი თანხაღის მისი დაწერილს როცა ეკითხა. შენი უკვე დაწერილი ხარ ადონეზე, იცი? დაკერილი, დაწერილი და დედა გყავს აყირავებული და. ხო და ხო არ იმავსკენი რა, არ გამოვარდ. იმას შეეკითხა, ამას შეეკითხა, იმას შეეკითხა, ამას შეეკითხა და იმდენი ხანი არ შემეკითხა. ვერ მიხვდა რით ალყვებოდი, ხო, რომელი კითხვით შეიძლება ავყოლოდი, გავამატოებია რაღაცა კითხვები და ერთ თვით დაიბნა. ხო და ამას კიდე რატო ვამბობდი, დაპოლილი ხო არა ვარ. კარჩე, რა მინდა რომ ეხლა რაზეც იმას ამას მე ხო ვამონტაჟებდი. ბიჭო, რაღაცნაირად იცი როგორ არის, ცოცხლად ასტავებ ხომ ის. ანუ აქ არის რომ აი ძალიან. არა, მე კი არის, მე იმას მე რაზე ამონტაჟ შეგუნა მაგას უყურებ. მე გეუბნები რომ იმის არ გეგონო თუ არ გამოგივართ, მე ასე რომ ბუჟუტურობ, ხო, უფრო კაი სამონტაჟო გეკნებათ, დედას გეკნებათ. მთელი ამის მუღამი მაქვს, როგორი პოდკასტი იყოს, იცი რომ აი რაც ყველაფერი ცოცხალი და გულწრფელი იყოს რა და თუ არ ამოიჭრება, უფრო ბუნებრივიც არის რა, ეხლა ვცდილობ რომ კაროჩი არ ამოიჭრება. აღლა ისეთ რომ დეინახო რომ აი რა თემაცაგა გიხო არ უნდა დაგარგო რომ სიკეთეს აკეთებს ახლა რომ დამაწყებია დავაგე იჭხირე და წამლებით გარა და იგი ასედაც გევიც ლაპარაკი. აი ბარემანდო არ და ყველაზე მეტად რა მაინტერესებს რა რომ აი მე კი არ ბევრი რამე მაინტერესებს ანუ ჩემთან რაც იყო რა რომ აი მაშინ შენ რჩევა მაგრა მახსოვს ახალი დაწყებული მქონდა სიფხიზლე რა და ნუ მოტყუდებიო მანდო რა იგი მაგას მელაპარაკებო და ნუ გეგონებაო რომ სო გამოფხიზლდიო ყოველთვის გახსოვდესო რა აი შენთან რა იყო მაგ 10 წლის აი ბავშვი რატო გამოფხიზლდი მე რატო გამოფხიზლდი ხო აი რა მგიბიძგა რა მე დავიწყე ძალიან ყველაფრის აი სიგარეტის მოწევაც, დალევაც,
პლანი მქონდა ხანდახან მოწეული ბავშვობაში. აი დაუჯერებელი შეიძლება იყოს და ვიღაცამ გაიფიქროს მტყვანის დედაო და ბაზარი არა თანახმავა რასაც მომო დაწუნებული ვარ. აი უფრო ჯარისმერე რაღაცა მუსიკა ეგენი და ნელა შევყევი უფრო მეტად აი პანკს რო უკრავ. ხო იქ თავის კანონები ქონდა, ჩვენ სიცილით ვწებოდნენ, რომ ჩვენ რო პროდიუსერი ვყავდა, ჩვენ რო მენეჯერი ვყავდა, ჩვენ რო ოფისი ვქონდა, სარეპეტიციო ვქონდა და პანკები ვიყავით. ეს ყველაფერი იყო და პანკები ვიყავ, პანკ მუსიკას უკრავდით. ხო და კიდე რა იყო, რომ ჩემი ტოლები რო იძახოდნენ, ვაუ, ჩვენ არ გვაკრევიებდნენ, არ გვამღერებდნენ, არ რაღაცა, ხო? არც მე არ მომღერებდნენ, არც მე არ მაკრევიებდნენ, მაგრამ ფარხმალი კი არ დავყარე და ანდეგრაუნდიდან კიდე ანდეგრაუნდში არ წავედი, ანდეგრაუნდის ამოყვანაზე ვჩალიჩო მთელი ცხოვრება, რომ ვიღაცისთვის პანკი როა ვიცოდი ახლო ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, რომ ეს უნდა რამე რაღაცა მიმართულებით ხო უნდა გაყოლოდი ამ გზას. რომ მასებისთვის მიგეწოდებინა ადამიანებს რა ფერ მიაწოდებ იმაზე ვფიქრობდი, აი რა ფორმით მივაწოდებ. და მე იმას კი არ გამყევი, რაც ჩემთვის სასარგებლო იყო პანკში. უბრალოდ მივყევი და ყოველნაირად ვეცადე, რომ პანკი გამختارიყო, როგორი რამე, იცი, რომ ეთქვათ, ეს პანკია კი არა ეთქვათ, ეს პანკ კულტურაა. კი ბატონო, მუსიკა. იმიტომ რომ აი თავის ყველაფრით, ჩაცმა, დახურვით, იმიტომ რომ ამას ვამბობდი მე 30 წლის უკან, რომ ეს არის ერთგვარი კულტურა. თინეიჯერებს და ამათ შორის. აი იმ პერიოდში როცა იგი ვთქვი მე მიუღებლობა იყო ხო მაგრამ არ გეტყვი ეგი რომ ვთქვი მე იმ დროში იყო ასეთი დრო საყურის გაკეთებაზე და რაღაცეები და წითელი თმები მწვანე თმები 90-იც იყო ბავშვებმა რო იცოდნენ მაგრამ თავის ბრიტვებით იმგენით ბულავკებით უფრო იყო ახლა როგორა იცი მე რო ვიძახოდი რომ მოდით ამისგან ისე ეს ფორმა ისე მივყვეთ რომ ამისგან ერთგვარი კულტურად ვაღიაროთ ჯერ შევქმნათ მერე ვაღიაროთ და დავდოთ როგორც ისტორია რომ საქართველოშიდაც ამ მიმართულებან ამ თინეიჯერ ბავშვურ პანკი რა არის ბავშვის სიცელქია რა ოღონდ პატარა ბავშვი რომელმაც დალია არაფერი ნარკოტიკი არ ჭირდება პანკს და მოდი საქართველოში ეგრე ყველაზე მძიმე ნარკოტიკზე საჩუქრად აძლევენ ერთმანეთს და ქუჩა დაატრევენ ბიდონებით ღვინოს. კი ბატონო. ხო? და აგერ ახლა იქამდე მივიდნენ უკვე რომ მოსაწევი უნდა აკრძალონ, ხო? აი აგერ ახლა თქვენ, აგერ ვარ მე. ეს ყველაფერას გამოიწევს ის ვიცი. ვერაცდები, აი ვერავცდებით ამას რომ ახლა მიდის ისეთი ყველაფრის აკრძალვა უფრო დიდ რაღაცას სხვა რაღაცის მოთხოვნილებას უფრო იწვევს. აკრძალვა არ არის სწორი. არა, კი არ გძალავენ. აგენი არ გძალავენ ახლა მაგას. просто იქ ჯიბემდე მიდიან და იმამდე როცა გინდა გწნოდა იქ დიდი ხანი იკავეს მაგ ნარკოტიკის შიგნით და მანქანიანებს მართლა დაერხა. აი ეგი რა ფერა, ის მაგრამ ყველას არ დაერხება, მიგეშინია ყველაფერი კარგად. იგივე ახლა თავის თავს მაგენი არ შეეხებიან და საქართველოს იმასთან კორუფციასთან ერთად ყველა დიდი ტრაგედია რაც არის ჩვენი ერის კორუფციას გაიტანა რაღაც მოდგები მაგრამ ნეპოტიზმს ვერ უშველი ვერაფერს ყველა რაც რუსული შეგირა შენ და ყველა აი ყველა რევოლუციები ყველაფერი პოლიტიკური რაც გინახია ცხოვრებაში ყველა გაკეთდა ნეპოტიზმიდან გამომდინარე რა იმის დეისაც არ ყავს სიმღერას ვღეროდა რაც მამას უნდა ხო აი ამათი ხალხის გაკეთებული იყო ტრადიციების წინააღმდეგობაში იყავი ყველასთან რაც კომუნისტების გაკეთებულია ეს ყველაფერი ბაბუარო კომუნისტი ყავს თუ კიდე მე გამეკეთებია რა ხო იქიდან არ იყვნენ ეგენი ვერ გამოვა ჯერ ვერ გამოვა აი სანამ ხრუშოვკებში ბავშვი რო ხრუშოვკაში გაიზრდება იგი სოციალი იმე კომუნისტებმა როგორ გამოაგდებ დანარჩენი რა ხდება ჩვენთან პატარა ქვეყანა რო არის ნეპოტიზმი აი რაფერა იცი კაი აი კლასელებმა შეიძლება რევოლუცია მოვაწყოთ სკოლელებმა თუ ერთი რაღაც აზრი ძალა თუ კიდე გარედან კიდე იმის იგი გვაქვს სარჩული რომ ჩვენ არასდროს არ მოგშივებია შენც მაგით საბჭოთა კავშირის დროს 30 მანეთით მამაჩემი დადიოდა იმის რუსი ქალების ატყნავად ასე ვილაპარაკოთ მაშინ
რაც ხასი აღარ ლაპარაკობენ. ადრე ყველთელს ჩემი ტოლები და ეგენი ძახოდნენ. აუ 30 მალეთად. ახლა რუსები შემიყვარდა აღარ იტყვნები, აღარ ატყნაურობე, თუ როგორ არის. მე მაგალითად ყოველდღე ვეცდები, რომ არ შევეხო. იმიტომ კი არა ადამიანი კი არ მეძეძება. აი ისეთი გაგრძელება იქნება ამას ჩემ სამშობლოს ვავნებ. ხო და აი შენ რო თქვი წეგან კლასიც რო შეიკრიბოსო რაღაცა გადატრიალებას ვფიქრობსო და ეგრევე დაახლოებით მაგ მდგომარეობას გავდა ის შენ რო თქვი რომ აუთსაიდერი რო შევკაი რომ პანკი დამემტკიცებინა ხო ეგ იყო რა შენი რაღაცა პატარა რევოლუციური ჟინი იყო რა მე თქვა ჩემი სათქმელი ანუ ჩემი მეგობრები ხო რაღაცნაირად ფიქრობდი მაშინაც პოლიტიკური აი ზუსტად აღნაირი სიტუაცია იყო არაფერფოს და სხვა დრო იყო და სხვა ტანსაცმელი იყო და ახლა ამერიკული ფორმებიაც ახლა მაინც რა აღარ ვთქვა როგორ უნდა განასხვავო ძალოვანი სტრუქტურებში ვისაც ძალა ერჩის ყველა არის უკვე გონი კი არა ძალა ვისაც ერჩის მაშინ როგორ იყვნენ ხოლმე პოლიციელები გაიშნიკები ზუსტად ასე იყო ზუსტად არ ევასებოდი არა მე კი არა ახლა მე პიროვნულად შეიძლება ვიღა იმდენი პოლიცია საქართველოს ნახევარზე მეტი პოლიციელია ბიჭო და მე თუ ყველა პოლიციას ვეზიზღები წასულა ჩემი საქმე ხელიდან და დედა აღარ მყოლია და ისედაც არ ამყავს აი შენ რა გშველოდა ხოლმე ისე მაინც აი რა ქონდა ეგ რო აი შენ მაინც ყველას უყვარხარ რა მე ეგეთი ანუ პატივს მაინც გცემს რა ანუ არა შენს მიმართ მე რო დაღიზიანებით იყო და აი რა პოლიციელთან არ დაუჭერი ვარ ამერა აი ადრე რო გითხრავი მაშინ ახლა არ ვიცი არ მქონია მაგნარი არ მე არ მივასება იცი პანიკით არ უდგები მაგ საკითხს მე გეტყვი ერთ რამეს რო იყოს ნორმალური სახელმწიფო თუ გინდაც არ არის მე ვარ აი კანონმორჩილი არა ვარ და რაღაც კანონი შეიძლება იყოს იმნაირი რომელიც ტყული უნდა გითხრა ხა მე ყველა კანონი ვჟერა მაგრამ პატივს წემ კონსტიტუციას უაღრეს პატივს წემ კონსტიტუციას ბიბლიის შემდეგ მე რამდენად ვიცი ბიბლია და რამდენად კონსტიტუციის საკითხული მაგრამ ამაზე ვაფშე არ ვლაპარაკობ შეიძლება ვაფშე არ მქონდეს საკითხული საერთოდ ხო მე გეუბნები ადამიანმა უნდა წეს ოღრამეს პატივი აქ ახლა შენ არც იგი ინდუელი როა იგი არ შეგიშლეს ხელს და იგი ამერიკელი როა ყველას თავის კონსტიტუცია აქვს და თავის წმენა აქვს მაგრამ შენ რო ამას წემ პატივს შენ პრობლემატური არ ახარ და სხვას არც რელიგიურად უშლი ხელს და არც სახელმწიფოებრივად და აი რაღაცა და ნეპოტიზმში მაგი არ მოსულა აი როცა სახელმწიფოში სადაც კონსტიტუციას ცვლიან რაღაცა ცვლილებები შეაქვთ აი მაგ ცვლილებებით მოვედით ახლა ჩვენ რომ 20 წელია თუ 30 წელია აი დედას უთხრა კონსტიტუცია ყავთ გაგდებული აქვს ერთ ადგილზე არაფერი იმენა ტუალეტში შეზატანი გაზეთი ვითარ ბიბლია კიდე სხვა ფორმაა და სხვანაირად სათქმელია ხო ეგ ადამიანის მორალი რა როგორ არის კონსტიტუციები მითო შეიქმნა რომ ბიბლიას ვერ შეეხებოდი ასე აშკარად თორე შეიძლება იქაც არა მეცვლებების საუკუნეების მანძილზე როგორ არ იქნებოდა მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს კონსტიტუციასთან საქმე და კანონებთან და რაღაცეებთან და აი 90-იანების შემოქმედებითი მხარე რა რითი ჯობდა დღევანდელს როში ახლა ახალ წელს რომელი წელი მოდის 2026 მოდის ხო 26 მოდის ხო და მე მაგალითად ნაძვისხს რომ გავაკეთებ თუ დავითრიე ნაძვისხს ასე ხო იცი წელის ირო რაღაცაზე დავაწერ 1991 წელს რა აი მე დავაწერ და ჩემი ნაძვის სამწუხაროდ გახდება პოპულარული და რატო აი როგორ გითხრა ახლა ვისი ბრალია რისი ბრალია მაგაში რომ ვაცალკავებ შენი პარტიის ბრალია და ამ პარტიის ბრალია არაფერი არა ეს არის თითეული ქართველი რამ იმას რო იტყვი რომ პარტიის ბრალია 1000 ჯერ შენი ბრალია ახლა როგორ ვთქვათ დავანებოთ თავი ამ პატარა სახელმწიფოში ერთი წამით თუ ამდენი ხანი დაანებენ ჩემი ხათით ერთი წამით დაუშვან ის რომ ადამიანს რომელსაც ვაფშე არ იცნო სახეზედაც არ გინახავს და რაღაცა მასეთ იყო კინო ჩემ ბავშვობაში უთავხედარი ასეთ კინო იყო ცხენი დადიოდა და კაცი იჯდა და ბოლომდე გეგონა თავი ქონდა მაგრამ არ ქონია თავი უთავხედარი ქონდა და არ ჯეროდა არავის რომ იმას თავი არ ქონდა და სულით უნდა თავი როის გამოჩნდებოდა ამნაირი აბსურდში ვართ ახლა ჩვენ შესული საშინელ დღეში ვართ დაძულაპარაკობდი
რაზე ვაფშე რაზე დაიწყო საიდან კითხვა რა რომ ეს გავჩიო მერეო ჯერ პანკში რომ შევედიო რომ დავიწყო მაგასო ხდებოდა ალკოჰოლიო რა ეს რაღაცა ანუ როლში ალკოჰოლი იყო იმისთვის ჭირდებოდა მე იმიჯიდან გამომდინარე და მე გახდა ან ჩვენ უნდა კავებოდა ლუდი ხელში ახლა დალევას როგორ იწყებენ ადამიანი მაშინ იმას გეტყვი მე ხო ჯგუფი ხო ყავდა ეგ მოვიდა პროდიუსერი და გვეუბნება აი ქუჩაში ვინ ამასო არაფერი არ ვიყავით ხო იმდენი არ ვიყავით და არაფერი არ ვიცნობდი თქვა ხო და აიო ესო ბოლო დადიხარ თუ ქუჩაში ლუდის ბოთლი გეგაოს ხელში პროდიუსერი იმიჯზე ზონდა აი თემური ჯოხაძე ასეთი ვინც იმ დროს იყო აუტსაიდერი ესე და კიდე იყო ასეთი წესი იყო ოპერთან ეს ყველაფერი რაც მოგიღები ახლა ეს ჯგუფი იმ ხელაზე პადბლიდან ამოვედით და ჯგუფი სხვა სახელები გვერდა ჯგუფს ხო და აუტსაიდერმა უკვე გაკეთდა ოპერის თეატრში ეგ ნანახი მაგ ოპერის თეატრში გაკეთდა ჯგუფი ამოვიდა სამთავრობო ბუნკერიდან მე ყველაზე ბოლო იქამდე ჩავძვერი რომ ქუთაისში ვინმე ეჭვიარებს ვაფშე ქუთაისში რაჟაში იმ წუთას ვიზახით არა მე ახლა იგი ქუთაისზე გავბრაზდი და პანკი გავხდი კი არა არც გასდო ყური მე არ გამიხრედი და დაჟე ტატუც არა მაქვს ერთი წერტილი მაქვს და ვინ ყველასო ტატუ ვკეთია რო არ თქვას რომ ვისაც ტატუ არ აქვს დედა შეეციოდა არსად რო არ შეგეწეროს ამბავი ხო და რაც შეეხება ყურს გახვედაც რაც შეეხება მე ისეთ რამეს ჩავიდე რომელსაც ვისაც ყველაზე მაგრად იგი უტყდება ყურის გახვედა აი სხვას ვეღარაფერს ვეტყვის ვერასდროს ჩუმად შეიძლება გულში გაიხვიდოს რა აი მე თუ მაგას დავაპირებ ჩემზე ეგ იქნება ყველას ვეტყვი რომ თავისუფლები ხარ გეშინიათ ბოშებო მიდით იხრიტეთ ყურებას აი ბოლომდე თავისუფლება იქ სხვების რო ქონდათ ხოლმე მაშინ რა 90-იანებში ყური გახრეტილი მე არ მაინტერესებდა შენ ალბათ მაგათ უგვარევდი ხოლმე ხო არა კი არა შენ რაფერა იყო ეგ ყური გაიხვდა იმას ჩემს მაგაცებიდან გოდიდანვე ყური ქონდა ბაჯუს გახრეტილი ხო და იმას აი 90-იან 80-იანებში გაიხვდა ბაჯუნ და მე მგონი და გოგა ჟორჟოლაძე ამ ხელაქალაქში პატარა ქალაქში ორ ადამიანს ყურია გახრეტილი და ყველას რო კიდია ამ ორ ადამიანს ყური როა გახრეტილი ამგენსაც რო კიდიათ ამ ქალაქში რო აქვს ყური გახრეტილი ეგ უკვე მოგვარებაა და მეც მაგას მივხვდი ადრე იმაში რომ მოვიდოდა დრო და შეიძლება მომდომებოდა მაგრამ პანკობისთვის მე არაფერს დროს არაფერი არ გამიკეთებია აი პანკს რო ვძახენ არა ჩემთვის ვაფშე პანკი და ბოლოს პანკი მე დაუკარი შეიძლება 1-2 წელი რაღაცა მაგის მაგვარი ხო და პანკი რო დამეკრა დღესაც მივწოლოდი პანკს ხო მე მაგდენი ხანი სცენაზე ვერ ვიქნებოდი იმიტომ რომ პანკში არაფერი არაა სათქმელი ერთი სიტყვა ძირითადი ეს არის პანკის მაგარი იმ უკმაყოფილობის მიზეზი დანარჩენი დედის თქმა მეტი არაფერი არაა პანკში და 90-იანი წლები რო არ ყოფილიყო ეს მოთხოვნილება და ეს ფორმა მუსიკის არ იქნებოდა საქართველოში ჩვენი სასტავი სხვა რამეს ავარჩევდით უფრო ვარ ეს ან შეიძლება უფრო ვიღაცის ხო გადარჩენაც იყო ეგ რაღაც ინტერესიც იყო რა გადარჩენა კი არა ნარკოტიკი კითხრა გადარჩენა კი არა აი კიდე რო რაღაცები ხანდახან თვითონ შეიძლება პატარა ბავშვებმა ჩაიდინონ ეს აქციელი რომ აი სამშობლოსთვის თელ ცხოვრება პოლიტიკოს შანსი თავიდანვე იცოდეს რომ მაგის შანსი არ აქვს ბიე პოლიტიკოს საქართველოში ვერაფერს ვერ ჩაიდინეს კარგს შანსი არ აქვს იმიტომ რომ საქართველოში არავის არ ყოფილა პოლიტიკური სკოლა და ვინც ამბობს რომ იყო საქართველოში მას ქონია კგბ სკოლა დამთავრებული ანუ სოციალისტური რაღაცაზე რაღაც კომუნისტური რაღაცაზე დამთავრებული ხო კიდე არის ყველა შემდეგ თაობა მოდის წინაზე გაბრაზებით აბა ტანკს რა ქვია ქართულად ტანკს რა ქვია ქართულად შეიძლება რამე დაარქვეს ამ ბოლოდოს თუ არა არ ქვიოდა იმიტომ რომ ჩვენთან არ უწარმოებია ტანკი რაღაცა იარაღებს არ ქვია ჩვენი სახელი რაღაცებს არ ქვია სახელი შენი უნდა ღვინოს რატო ქვია ღვინო სხვაგან ხო ქვია მაგრამ ჩვენთან ქვია ღვინო იგანე ქვია რუსებმა იგენ დაარქვენ ღვინო ახლა შენ რომ მეგჯერა ღვინო იქნებოდა თუ ღვინო იქნებოდა
როცა 1000-ობით ჯიში ხურდენისაგან მაგათი ვინო და მაგათი ხო ბოლოს და ბოლოს ხო? აი, ეხა პანკი რასაც ამბობ, რომ იქ ეგრე უნდა გჭერო და ლუდიც და ცოტა ბოჰემას და ეგ იყო რა როლი და ტიპაჟი რა. აი, მე რეკავში შენი ცხოვრება მაგ ჟანრმა რაღაცნაირად ბედი განაპირობა და დაწერა და შექმნა შენი ტიპი. რობი დღეს ვინც ახარ? თუ რა იყო ეგ რა, ანუ ჟანრმა განაპირობა, დღეს ვინც ახარ ყოფილიყავი თუ ჟანრი სულ ცვალებადი არის, მაგ განწყობაზეა და რაღაცებზე და ციტო მდგომარეობაზე. აი ჩემთვის ეს მუსიკა არის რა არის იცი მე არა მაქვს არავითარი მუსიკალური განათლება ხა ჩემ დროს რო ქონდა რომ სახლში პიანინო გედგა და ერთი წელი იარე პიანინოზე მოგწინდა და ახტი ფეხბურთელი ეს იყო მაშინ ხო და მე მქონდა ყველაფერთან ცდომა ხელოვნებასთან იმასთან მაგრამ ბავშვობაში просто ამას ვიმახსოვრებდი დედაჩემთან რო ვიждებოდი კულტურის სახლში იქ იყო ესტრადა ეგ და ამას ყველაფერი თეატრი ხო მაგრამ მორცხვი ვიყავი ძალიან და აი ვერ შვებოდი იმიტომ დედაჩემის თვალწინ მსახიობი ვერ გავხდი მუსიკოსი ვერ გავხდი მაგრამ ზოგადად ვისწავლე ეს ყველაფერი მივხვდი მაგრამ ძნობილებიდან ვისწავლე გიტარაზე დაკვრა ბარაბანზე დაკვრა იმას ჩაცუსკული ვიყავი და ასე შევჩერებოდი ხო რაღაცები იყო და აი იმაში ვიცხოვრე, აი მაგ გაგებაში ვიცხოვრე, მაგ ძნობაში ვიცხოვრე. და მე იქით ჩემთვის უფრო აფერა, ჩემთვის არის პატარა პოდიუმი, მე არ მევასებოდი ის სცენები. მე არ მიყვარს, როცა ადამიანს თავზე ადგა ხარ. მე მიჩევნია ცოტა ამხელა მყოფნის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა იყოს ისე დაბალი ან რამე უხერხულ ადგილზე იყოს, რომ აი პირის აპარატი ვერ დაინახოს. და მარტო მაკედან შეეძლოს გაგება. ასეთი ადამიანები მუსიკოსებს კიდე მოკითხვას გადავცემ, ასეთი ადამიანები დადიან კონცერტებზე, რომელსაც არ ესმით დაქვეითებული ყურის სმენა რაღაცები, აი 2%-ამდე რაღაცები ხო, მაგრამ ის ადამიანები მუსიკას გრძნობენ. ჩვენ იმით ყურით ვერ უსმენთ რაღაცა განვითარებული გაქვს, ხო? გაქვს ეგეთი განვითარები და არტყა ბგერა ხო შეგდება ბგერის რაღაცები და არტიკულაცია დაკვირვება თვალი ამის საკმარისია რომ ერთი ნაბიჯით იყო აი ამ ხელაზე პოდიუმზე იდგე ხო და ეგ იყო ჩემი მიზანი ყოველთვის რაღაც სათქმელი რომ მექნებოდა თვეში ერთხელ რომ მეთქვა უბედნიერესი ვიყავდი რომ რაღაცა ხო უნდა თქვა სულ დღეში ხო არიბენ ისეთი კულტურული რო ხარ რომ აგე დედა მოგიტყდეს და გავარდები დღეში და და დამშვიდი. არა, მაგისთვისაა პანკი. მაგისთვისაა ხელოვნება, რომ კუჩაში არ გადავიდეს ეს ყლეობები ყველაფერი, რომ რაღაცა დაიხარჯო. სწორი ფორმით გამოუშვა რა. შენ რო ამას ამოუშვე, რატო აი ახლა დღევანდელი ბავშვები უფრო ელექტრომუსიკაში მეშვებია, ხო? მაგრამ იქ ვერ იცლებიან ბოლომდე. მიხვდი ვერ ამოაქვთ. იგი აი როგორ გითხრა სიტყვას კარჩე მეც მნიშვნელოვანი ნარკოტიკები ვერ კაჩავენ ხელამდე რომ აგემა ტრაკი გააძრიონ და იგი იქნან ან კიდე მთლიანად დაგვიანებული არის ან სათქმელს მე მგონია რომ სათქმელი ძალიან ხო ისა რომ აფერა ხო ჩემთვის მე არ ვამბობ შენ სათქმელის კაცი ხარ მაგის მე არ ვამბობ ვიღაცა განწყობის ადამიანია მარტო მუსიკალურად რომ მე არ ვიტყვი იმას არასდროს რომ ელექტრომუსიკა არა უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს. მასე ახლა თუ ელექტრომუსიკა სანამ არ იქნებოდა, ყველამ ცოტა გიტარაზე დაკვრა და ყველას შეეძლო Pink Floyd-ის დაკვრა. იგივე ხდება ახლა. ხოდა იმ ელექტრომუსიკის ისეთი ტექნოლოგია და ისეთი ხედვა არის დღეს, ახლა იმას ვარ ვეთქვი, რომ შენ კარგი ჯერ გახლით, კაი ხმის რეჟისორი მაინც უნდა იყო. მე კიდე გემოვნებიანი მუსიკა უნდა გქონდეს მოსმენილი, ელექტრომუსიკაში რომ ვიყო, ეგია საჭირო, რომელიც შეიძლება ბევრს არ აქვს. ეს არ არის ახლა მე უმრავლესობა ყველა ამ ელექტრომუსიკის ტიპებს დღეს ვერცერთი მუსიკოსი თუ ძალიან ასეთი პატივისცემული არაა და გაპიარებული სახელმწიფოს მიერ შანსი არ არსებობს ელექტრო დიჯეიზე მეტი აიღო. იმას აქტიური მუშაობა მაინც აქვს და ამოიდო ეგ ხელი და წავიდა გერმანიაში ჩავიდა εκεί და ყველგან აი მაგარ დებილი უნდა იყო რომ DJ დაიკარგოს რაღაცა.
ხო? და შენ დრო წეღან თქვი რომ ისო რა ქვია, ანუ რაღაცა სათქმელი უნდა თვეში ერთხელ მაინც უნდა დაახარჯო, როცა აი გქონდა ეხლა შენ პერიოდი, მაშინ 90-იანები და ის რაც არის ძალიან ბევრი შემოქმედებით ის მოგივიდა რა, აი უცბად რომ მოაწყდება ხელოვანის ადამიანის ცხოვრებაში რაღაცნაირად სათქმელები და ეს რაღაც ტალღასავით რა და აი მე ეგ რა ხდება ხოლმე რა ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ილევა თუ ისევ ბრუნდება თუ აი სად ვეღარ მოდის სულ ეგ წყარო საიდან აღარ მოდის საჭირდება გეტყვი მაგ რა პრობლემაში რასაც აი ჩემი სანაჯგუფებზე ვიძახი ჩემი ჯგუფი მაშინ გაჩერდება როცა რაღაცა ხო გააკეთე ის აზრი ხოდებს იმაში რაღაცას და თუ არაფერი არ იცვლება ეს აგზელებს ცხოვრებას და სხვა ეტაპშიდაც გადადის მე სხვა დროში გადადის მაგრამ სანამ ის პრობლემა იქნება ის ვერა სულ იქნება მაგრამ არასდროს არ იქნება პოპულარული მე ჩემს სიმღერებს ვიძახი თორე იმ აღმოსავლურ ტანგოზე კი არ ვიძახი ის სხვა თემაა იგი დიდი ადამიანის დაწერილია ხო და აი ჩემს სიმღერებში რაცაა ხო ვაფშე რომ მუსიკალური ღირებულება არ ქონდეს და პოეტური და რაღაცები იქ რო ადგეს ადამიანმა და მე ვახა მაგას ყველა ჩემი დაწერილი სიმღერა დღეს ქალაქში ბნევა კიდე ცოცხალია ასე კი არ წავაკითხო კუპლეტად ასე რომ დავწერო აი ასე რომ დავწერო აი ვინმე მროქნას მიხვდება რომ მე მოთხრობა მაქვს დაწერილი და ვაფშე არ მაქვს ლექსი დაწერილი ანუ არ დამიწერი ისა ამბავი რაშიდაც ზოგი რაღაცები თუ გზაზე რო დგეხარ ხო შენ ვიღაცას რო გადაუსწრებ და შეისვენ და გამარჯვებას ეთქვი რომ მიდიხარ იქ სადაც არ იცი ხო შეეკითხები რა ხდება იქ მე შეეკითხები რა ხდება იქ და მიდიხარ და რაღაცები მოვლენები წინას არ იცი მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს შენ წინას არ მეტყველი ხარ შენ უბრალოდ მოიცალე იმისთვის რომ ასე მიდიოდი და გაჩერდი და ვიღაცას პური გაუტეხე იმან ყველი გაგიტეხა ანუ დალი რა ხდება იქ ეგ ხდება მიდი იქ და შენ აიგენ პირდაღებული არის ვა რა ხდება ვინც აქ არის და შენ უკვე იცი რა მოხდა იქ ანუ შენ უფრო მაშინ ეს ხდება რომ თუ რაღაცა უკვე თქვი და თუ ისე კიდე ცოცხალია მე აღარ გინდება რომ გაიმეორო მაგრამ მან ხო რა არა და აზრი არა დაწერილი გაქვს უკვე ნათქვამი გაქვს რომ ეგ იყლეობა და შენ კიდე იმეორებ მე კიდე გეუნები არ შეიძლება მაგრამ ეგ არის როცა შენ სხვაზე აი ეგ ყვები გარემოს პირობითად რა ანუ მაგრამ შენში ხო სულ ცოცხალი ხარ რა ადამიანი და მაგას აი სხვანაირად მაგას არის შენში სულ პროცესია რაღაცის დაკვირვებების ჩვენ ხო დამკვირვებლები ყველაფერზე დაკვირვებები ყველაფერზე დაკვირვებები ეგ აღმოჩენები მე წდება ანუ თუ რა ხდება არ წდება არაფერი უბრალოდ გეუბნები შენი ბრალი არაფერი არა როგორ აიცი მე უნდა ავდგე ახლა და ახალი პროგრამა გავაკეთებ მაგ რაღაცები გაკეთებული მაგრამ აი ვიცი აზრი ვერ ნახე რაში იცი რაც 30 წელი ვილაპარაკე უნდა მოვიდი ახლა და იმ მუსიკიდან რო ამოვიღო ასე რაღაც ნაწილი და ამ მუსიკიდან ამოვიღო ნაწილი და შევაერთო ეგ იქიდან ერთი კუპლეტი ამოვიღო და აქედან კუპლეტი ამოვიღო და ეგიც მივამატო ზემოდან მეტი სათქმელი მე არა მაქვს ვიძახი რომ ასე არ შეიძლება ხო და შენც იცი რომ არ შეიძლება ესე იგი და გეუბნები რომ სხვანაირად იმიტომ რომ მესამედ მომღერებ დამაწერიებ იგივეს გეტყვის სხვანაირად ამას აკეთებენ ამასაც არ აკეთებ ბიჭო თავი ამხელა პრობლემები გადავიტანე და რაყლეობებში გავძვერით ხო და მიდი დახედე და ვაფშე ლექსები რა ამბავს არ ყვება არავინ ისეთ ჩაიჯვენ რომ იქცევა ქვეყანა და ბავშვებს მიუგდნენ იქ არის რაღაც გამოკლებული ორი სიმღერა რაღაცა იმნაირი რომელიც იმ ბავშვების ბრალი კი არ არის სიმღერა რო არა აქვს და რაც კი ახლა მოიხოდა პატარა მაგრამ თავიდან რა ქონდა ჩვენ რო წეგარაზედაც ვილაპარაკეთ ზღაპრის ბოლო რო კეთილია აქამდე დაეცნენ უკვე ვიღაცებმა იმიტომ რომ ეგიც სახელმწიფო არის ეგიც პოლიტიკური კულტურა ბავშვები რაფერ აღავს იცი ვინც პოლიტიკაში შედის წინა პოლიტიკოსების თაობის გაყინული თაობა არის ის პოლიტიკოსები დანარჩენი ახლა წამოყვა ახალ ბავშვებმა თავი რომელსაც და მე ახლა პარტიებზე იმას არ დავასახელებ მაგრამ იცი როგორი მოხარული ვარ ერთი ორი პარტიაში ბაქად პატარა რო იყო მაშინ გავიცანი ბავშვები და გუშინ გავიგე რომ პარტია დატოვენ აი ჯიგარი პარტია ის პარტია რომელიც ელევა იმას რომ ვიღაცას არ მოწონს და მიდის მაგრამ არიან პარტია ფეხი რო გაადგა იქიდან დედა გაქვს მოთხნული იმიტომ რომ იქ იმერამეც ლაპარაკობენ გარეთ იმის გამოშვება არ შეიძლება არ გაგახარებ და საიდანაც ადამიანი გამოდის მე შეიძლება მისი პოლიტიკური მიდგომები არ მაინტერესებდეს მაგრამ არ ჭამენ
აი სის არ აცლიან და არ კლავენ და არ ემუქლებიან და ლოგინებში არ უვარდებიან და გაუშვა რა. მარტო ამიტოა პატივსაცემი ეს ფორმა. დანარჩენები ამას არ აკეთებ, ჩაბმული ყავთ ასე და მიდი ესე ბოროტებებს ასწავლიან, სულ რაღაცებს ასწავლიან. შემოქმედებითი ყველაფერი გამოუღენ, სული ამოუღენ ბავშვებს. და გახადენ აი ერთი კმარა არ მეყოფოდა, მეორე კიდე ამგეცაც ხო ყავდა ვიღაცები ასე დარაზმული. არ შეიძლება ბავშვების მასე მოქცევა ყველა ჯარისკაცი არ უნდა იყოს. სამშობლოს აი სიყვარული და იმით რომ სპორტით დავინტერესდი და სპორტი მაღალ დონეზე წამოვწიეთ, ხო ხედავ თურმე რატო წამოგიწევია. იმიტომ რომ ჩვენ შვილიშვილებს და ამგეს ურტყან. მიდი ახლა და გაიგე შენ იგან სოფლიო ჩემპიონი გიტყამს თუ იგი პერსპექტიული სპორტსმენი. ან ხო ვიღაც არასწორი ადამიანი, ბიჭო, ის სპორტსმენია თავის გაჭირება აქვს თქვათ, მაგრამ აი ხად გაჭირებული რა ქუჩაში რო აგდია და არაფერს გამკეთებული რა არც თეთრი რა და არც შავი და არც კამელეონი და ქურდის იმას რო ფიქრობ, შენ დედა შევეჭირ და მეც რომ მაგას ფიქრობ, ამნაირი ხალხთან გვაქვს საქმე. და მე აი მაგ დროს ეს მუსიკა რაც არის რა, რომ პროტესტის მუსიკა წერა ხო პროექტი მივედით რომ პროტესტის მუსიკა რა, ანუ რეალურად პროტესტის მუსიკა უფრო ადამიანში მსმენელში რა, თუ ჩართული ხარ, შენც მაგ გაბრაზებული ხარ რა. პირიქით უფრო ბრაზს ხო აღვივებს და სადამდე მიყავს მე ეგ მსმენელი რა, ვინც მაგას მე ხა ყოფილა რომ მომისმენი ჰიპ-ჰოპიც, პანკიც რა, სუ ისე მომხტულ ვარ, რომ ამ ბრაზის ემოციაში რო ყოფილ ვარ. ძალიან თანა მუსიკაზეც რო გადართულ ვარ, ჩემი მდგომარეობა ცოტა დამიკარგა. ხო, უფრო შევსულ ვარ აზარში რა და მაგ მხრივ ცოტა ის საპროტესტო მუსიკას თუ აკეთებ, ხო დასაკვირვებელიც არის და პასუხისმგებლობაც არის. აი შენ ახლა მაგ ფორმებში ხო კი იქამდე ამბობ მართალს რომ წაგიღო და რაღაც ხლეობები ჩაგადენია ხო? აი იგი მიარტყი ვიღაცას რაღაცები გააკეთე, მაგრამ აი ჩემნაირ ჯგუფების და ასეთ ჯგუფების კონცერტზე რომ ყოფილიყარ, ხო იხტუნავე რაღაცები და გარეთ რო გამოდიხარ, გაიხსენე რაგჭირს. დაცლილი. აი დაახლოებით იმას გავს ხოლმე რომ ახსარება რო ეს ზიარები და ახსარებას ჩააბარებ და ის რო ხარ რა განთავისუფლებული. ხო და იგივე ჭირს მუსიკოსად კონცერტის მერე შენ სადაც ბედნიერი კი არა, იგი კლად დედა აქვს მოთხოვნული იბა. ეგ ნუ რომ იმან მიიღო მაგ თავის თავზე. თქვენ ბარტერს აკეთებ, მე სცენაზე რო ვიყავ და შენ რო ხარ, ხო ჩვენ ვცვლით. ჩემ ენერგიას ვიშვებ ჩემგან და შენსაც ვისრულდავ. რაიგე ამაზე ლაპარაკი, ასეთი გიხდება ნამდვილის გეუბნება თუ სათქმელი გაქვს ახლა მეორე ვარიანტს გეტყვი. ევედი დაგრუზული, აი ასე შიგნიდან ვძრობ, აი სგუშონი მალაკოსავით ვარ, გაიგე? და ჩამევედი და გავასხე. ანუ ეს ტიპი ავიდა რომ ვიღაცა ქალი დაეკრა ამაზე დაეკრა და სცენაზე რო დგეხარ ვიდეო. და თავიდან მაგისთვის თუ ძალიან და იმაზე გეგე სამშობლოზე რომ მღერი ხარ და თავში გიდევს რომ მაგარ ქალს გაჟიმავ, რომ დამთავრდება კონცერტი. თან იმისთვის რომ მღერი ხარ, ის ერთი დედამოწყული ვინც რა სექსის მერე აყაროლებული რო იქნება, ახლა იქიდან აპარაფერი იქნება, ხო? დაბანაჭილები ვერ მოვარჩა ჩემი კონცერტის მერე. ნაოფლარი. იქცებაზე გამოხტული რო ეცემ. აი ასე. არა, დაბანა არაცადო. იმაკი შეიძლება მოასწროს, მაგრამ შენ შეიძლება. მაინც მწნევში ვარ, ბაერა გავდო. სიგარეტი რომ უწევ ჩემი მეგობრები ვარს ხომ არ იტყვია. რა რომ უწევ სიგარეტი? აი კამერას ველაპარაკებ, სიგარეტი მოუწევ და გავაგზავნე. მოუწევთ, დავაი. ბავშვი აივანზე მოუწევთ. ხო, აქიან მოუწევ და აქ არ. მეც მომიდა მაგ. კამერები. ბავშვი სუროდადი რა. მიდის კამერა. სიგარეტის შესვენების მერე ვაგრძელებთ. კი ბატონო, ნამდვილად. პერეკური არ ქვია ამას? ესე იგი, რობი, რა მაინტერესებს შენი ცხოვრებიდან, რა ისე რომ გავიგო რა, მეც იმიტომ რომ რაღაცნაირად მაგზას გავდივარ მეც და ეგ რო გამიზიარო რა გამოცდილებები რა, რომ აი, ქონდა რა დიდი წარმატებაც ქონდა, რომ იმაშიც იყავი, რა ქვია, აი მე 2000-იანებშიც რომ მე გამოჩდი და ტელევიზია და რაღაც კლიპები და ანუ ესე პოპულარობას რასაც ეძახიან რა, ქონდა რა და აი საბოლოო ჯამში შენი აზრით რა იყო ის რითიც მე ვერ შეინარჩუნე ეგ პოპულარობა არ გინდოდა თუ აი რამ შეგიშალა ხელი რა კეთყვი ახლა მე რო ვარ პოპულარული
ასეთი დაკვის დროს როცა ხშირად უკრავდი, მაშინაც არ ვიყავი. იგი ვიყავი, ჩდებოდი რაში, იცი? კონცერტი, პატერბეს დიდი კონცერტი არ არის ამგონი, ამიტომ რომ იმ ხრივ პოპულარული არ გამختار. ხო და მე გავხდი კატეგორიულ ადამიანებში, ვისაც ჩემი მუსიკა ესმოდა და ეს სიტუაცია ესმოდა. დროში ამას კი არ დააკდა მუსიკას, იმიტომ რომ უკეთეს მე ჩემ ჯგუფზე არ ვიძახი ამ მიმართულებაში. როგორ აიცი, ჩემს მუსიკას პროტესტის გამო უძახოდნენ იმას პანკს, ვიდრე მუსიკის გამო. მუსიკა მე არ მაქვს პანკი, არ უფრო hard rock-ი შეიძლება იყოს, ან ყველაფრიდან აღებული death metal-დანაც იმენაც ამიდან რა ხასიათზე ვარ, ისე ამბობს სიტყვა, თითოეულ სიტყვაში დევს თითო მიმართულება. თან ძალიან შენი იყო ძალიან ქართული რა, ორგანული იყო რა, ანუ აი ხო ეს ხებს მაგათად რაც ემართებოდ ხოლმე ძალიან პირდაპირ გადმოიღებენ ნირვანასგან და ზოგადად აი რეფერენს ზუსტ წაკეთებენ კოპიოს და შენი იდენტური იყო რა. აქ რა მოხდა მე იცი? ახლა ხო ჩანს იგი რა დღეს რო თქვა, შეიძლება დღეს ქუჩაში შეხვდეს ადამიანი, თვითონაც არ იცოდეს და შენ რო წახვიდე ამერიკაში, ხო თვითონაც შეიძლება შეხვდე იმ ადამიანს და გუშინ არ იცოდა რომ მიდიოდა. დღეს ასე მიდის ხალხი. ასრაფდა ხო? მენელი, ახ ვინც ამას უსმენდა დარწმუნ ვიცი რომ ჩემი მეგობრები პატარა ბავშვები მეგობრები არიან, არ წასული არიან იმაში, რა ქვია, საზღვარგარეთ რაღაც რომელიღაცა ქვეყნებში, ან კიდე ანხიძე არიან და ბასიანზე. ახლა ჩდება კითხვა, მე რა შუაში ვარ აქ, მაგრამ ისეთი სიტუაციებია, რომ ხდება ასეთი რაღაცები, მე რომ დედაენაში მაქვს კონცერტი, ვიღაცა რომელიც ბასიანზე უნდა წასულიყო, ისე ამოიღო იგი ყველაფერი. ხო, არ წასულან ბასიანზე, ანუ კმაყოფილი იყო, ხო? შენთან არის, თან აი ჩემი თაობისაც უფრო პატარების, აი იძენ არის რა, შენ იმიტომ რომ მაგრამ ახლა ჩემთან რაფერი საქმეა, ისეთი მდგომარეობა რო არის ძალიან დაძაბული და არეულობა რო არის, ხო? შენ მე ამას რო სიტყვით ვეუბნები. ხო. მძიმდებიან. აი კონცერტის წინ შეიძლება ჩემ კონცერტზე ადამიანს კი იმას ჩანაწერი ქონდეს მოსმენა, მაგრამ აი როგორც პოპულარულ მომღერალთან რომ მიდიხარ მუსიკოსთანაც სიხარულით, ისე ჩემთან არავის არ მოსულან. ისე მოდიან თვითონაც არიციან ბოლომდე შეიძლება პივა იყიდეს და შიგნით არ შემოვიდეს. მაგრამ იქ იდგეს და გარედანაც მომსმინოს. იმიტომ რომ სამწუხაროა. მაგრამ რეალურ პრობლემებს მაინც აუტსაიდერი ასახავს. იმიტომ რომ იგი ასახა და არ შეიცვალა არაფერი, თუ წინასწარ მეტყველებაზე ვაფშე არ აცნებდა რა ლაპარაკი. აქ იმაზე რომ ყველაფერი დასტოპკადრებულია. ანუ შენ რაღაც მხრივ, ანუ იმიტომ ხარ თან ყველა თაობისთვის და იმიტომ იძენ რომ რაღაცნაირად მაგათი გამოძახილიც ხარ, ხო? თავის თავს იდენტობას ნახულობენ რა აუტსაიდერთან. რა მაინტერესებს, აი ყველაზე მეტად აი რა გგონია რა შენი ამდენი წლიანი კარიერის მერე რომ რაზე დაგჭა გასამარჯვებელი შენს თავში რა? თუ მე ბრძოლა ვაფშე ორი კვირის, არა, აი ორი კვირი ჩემი ბრძოლას უძელდება. მაგრამ რაფერა იცი ორი კვირას უკან მაგალითად ჩემი გავლილი გზის შედეგს მივადექი. იცი აქ რაფერა, იცი რამეს რომ დათესავ, რომ იმკი მე იმ ასაკში ვარ. მომკობა ზოგი შეიძლება ძირი გაფუჭებულია არ ვარ ხო ამ სიტუაციაში ვარ ახლა. მაგრამ ის რაც ვიცხოვრე, ის მაგალითად ასეთი რამე მივიღე ორი კვირის უკან 12 წლისა ჩემი შვილი და მის კონცერტზე ვიყავი და არასტანდარტულ მუსიკას უკრავს. ეგ ახლა რამდენად კარგია ვიღაცის თუ იქ რო ვიდექ მის კონცერტზე პირველად თავი ვიძენი რაფერამეს, იცი? აი რაღაცა ხო დავთესეთ, რაღაცები ხო გავაკეთეთ და უცნაური ერთი მარცვალი რომ სხვა რამის გაერევა და ის რომ გაიხარებს და არ გავს ყველაფერი იმას რაფერებიც იყვნენ დანარჩენი ეს თავთავები იმის პურის თქვა. ეს უკვე არის ჩემში რაფერი, იგი არა იგი მუსიკოსი რო ვახტალე რამე. ჩემთვის თავარია სათქმელი აქვს თუ არა ამ ადამიანს. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემ შვილიშვილს ახლა რაღაც დასასაკეთებს მე არ ვიცი მაგრამ არის. მე ვიცი იგი რა, მაგრამ მე მასე ადრე არ დამიწყე მაგრამ მე მის კეთება.
მაგრამ რომ ამ მიმართულებაში თითქმის ასაც მე უკრავ იმაში შეყო თავი, იმის დაკვირდა რამე კი არ მომწონს. ერთი რამე რაც מחარებს, რომ ადამიანს გაეღვიძა თავისუფლებისადმი მოთხოვნილება 12 წლის ბავშვს. ძიება რა. მოვიდა რომ რაღაცა უკმაყოფილოა რაღაცაზე და დგას და ატრაკებს რა. რაღაცა იმნაირ ამბობს, რომელიც ბაბუაშვილს არასაცია უნდა იყოს წესით. მაგრამ შენ ძალიან გესმის ეგ მდგომარეობის უგებ. ხო, არა, მე რაფერა ვარ, ჩემი შვილიშვილი კი არა, ყველა ბავშვზე. საქართველოში მონათლად ცელქი ბავშვები არ უყვარდათ. ამ დროს ციცელქეს თუ მოუკლავ ბავშვი, მაგი არის აქტივისტი მე სახელმწიფოს სტრუქტურებში იმუშავებს აუცილებლად. თუ ჩაუკლავ ციცელქეს. ესე იგი მასე არ ქნა, იგი არ გააკეთო, იგი არ გააკეთო, შენ რა იცი რა უნდა გააკეთოს იმ. მე რაც არ მოგწონს იგი ხო შენ რო ვერ გააკეთე იმას აკეთებს იგი. კი, გაბრაზებული ადამიანი ხდება მე რა. ხო, აი გაბრაზებული კი არა, უფლებო. ყველაფრის მიმართ ეჭვიანი, თავის აქციელის მიმართ ეჭვიანი ხდება. იმას შეიძლება ნერვოზი აქვს, ან რამე აქვს და მაგას შეიძლება ფსიქოლოგი. მაგრამ მშობელი მაგას არ უნდა აკავებდეს რა, თუ ის რამეთანი გააგიჟე და გადევიდა ჭუაზე, მე მიათხრიეს რაღაცა და მოუვარე და ფსიქიკას მიხედე მისას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში და ჩემი თავობა არის აკვანში გაზრდილი. რაზეა ლაპარაკი ახლა იქ შებოჭილი ხო როვანდელი ბავშვი ახლა რომ დააბასე მაგის გვიდა დაგიჭერე. და მეც მაგის მომხრე ვარ. მე იმას კი არ ვამბობ. ნერვოზი რო აქვს და თაობები ერთმანეთს რო ვერ იგებენ, ახლა მოვიდა სხვანაირი ბავშვები, რომელსაც ახლა რო აკვანში მართლა ბავშვი ჩააბა, მე არ ვიცი. ის რო წამოიზდება, როგორ უნდა დაждდეს კომპიუტერს და რაღაცები არ იქნება ისე რა. თავშივე შეზღუდვა და მითო იყო, რომ ჩვენს აი მე რომ მახსოვს პატარა რო ვიყავ, ბიცოლაჩემის ან ბიძაჩემის შორის სულ იყო ხმამაღლა ლაპარაკი იყო. ხო, მეც მაგ იმის. აი, ხო, ეგ არის ასაკი ხო თუ მიგის რო მშვიდობიან ლაპარაკი ვაფშე არ არსებობდა. დაჟე მე ესეთი მინახია რომ ადამიანს არასდროს ღიმილი არ ქონია სანამ ფუტკარმა არ უკმინა. და თურმე იგიც ფუტკის ნაკმენი ყოფილა და როჟა ქონდა ისე იყო გაბერილი ღიმილი აი ფუტკარმა და უფალმა. ხო დაახატა სახეზე ასაკში უკვე ერთხელ ღიმილი. და რო დავინახეთ იგი რომ მე რაღაცა ქონდა ჩამებული კაცი გამეძრო ვაფშე ღიმილი. და შემაშინა იცი არავის არ მინახია იმ კაცზე მე მაგნაი რაღაცები ისეთი არა გქონდა სუმყარი არას თქმა თუ რა პონტში აი მე მაგალითად მთელი ჩემი ცხოვრება პრობლემა იყო რომ არას თქმა მიჭირდა ეღონც ეგეც საიდან კომპლექსებიდან გამომდინარე რომ ეს რო არას ვეტყვი იმ ადამიანს იმან არ ჩამთვალოს რომ მე არა ვარ კაი კაცი ხო კაი რაღაცნაირი კომპლექსები მქონდა რომ ვიღაცა ჩემზე რაღაც არ გონებოდა და ამიტომ თანხმდებოდი იმათი აზრით მოქმედებდი რა რომ და იგივე იყო დალევაზეც რა სულ რომ აი სადღაც შეიძლება ხანდახან არ დომებოდა და იმიტომ მივდიოდი რომ იქ ყოველთვის კარგი რაღაც მეგონა მელოდებოდა რა ჩემ მდგომარეობას იმდენად არ ვითვალისწინებ და შენ როგორ ქონდა ეგ არა რა რადგან აი სვავდი რა და ყარი გქონდა თუ აი ვიყავი ხოლმე ემოციური გადადიოდი სხვის ემოციურ ჩემთვის არას იმხელად მნიშვნელობა აქვს სიმღერაც მაქვს მაგალითად ვაფშე იგნორირებული მაქვს ყველაფერი არა და არა არ შენი მე არ მინდა ფეხსაცმელი შენ რომ მოგეხვიოთ რაღაცები რა ხო სულ არაზე მაგარი თუ მაგაში შენ მიჯაჭული რო არ რაკი თუ გაქვს მაგის შენ თუ არას მიეჩვევი ხო ძალიან მაგარია აი მაგალითად ჩემამდე ადამიანები ისე ახლოს მოდიან მე ჩემ თავს უკვე რაფერა ერთი დიდი არ ამყოფნის და ყველა მიცის რომ ის არა დევს იმას შანსი არა ვერ გადმოხტებიან აი რა უნდა ჩაერიოს რომ იმაკ შემოვიდნენ მე ვიცი რომ
ეს ადამიანი ერთი მე ვარ 60 წლის უკვე თითქმის მე მეორე ბავშვებში ვარ და მე სულ არაში ვცხოვრობ მაგრამ კარგ არაში ვცხოვრობ მოიცევ იმასე ანუ შენი ნების არაში ცხოვრობ წინამდებობის არაში კი არა სასიამოვნო არა მიხვდი კარგი არა მე მაგით ვამაყობ რაღაც აზრი რომ მომდის და იგი იქ უჩემოდ იძირება არ მიღებული აზრი ფიქრი გაქცეულები რო არ ეგ ექცევა თუ კი ექცევა ამოტრიალ და საზოგადოება და უჩანთ რომ უნდათ და არაფერზე ვარის თქმა არ შეუძლიათ აი მაგათ რა იყო რა ის ახლა ჩემ შემთხვევაში იყო რომ მე რო სასმელზე არა ვთქვი ის რომ აი დავდექი იმის წინაშე რომ არ მეთქი აი კაჩი სურვილები დავკარგე რა ანუ სამამოძრავებელი ინტერესები აღარ მქონდა აღარც იმხელა ენერგიები აღარ მქონდა რომ აღარც მუსიკა მეკეთებინა აღარც სცენარზე მეფიქრა რაღაც რომ გადავწყვიტე რა ვიცოცხლო თუ რაღაც და მაგან მათქმევინა სასმელზეც და ნარკოტიკებზეც არა რა და შენთან რა იყო რომ არა აი სასმელზე რამ გათქმევინა ეგ არა აი დაგღალა თუ დამღალა არა მაგე რატო თქვიცი რატომ გამომე მერე და მერე მიხვდი ბევრი იგი ქონდა 10 წლის განმავლობაში ხო პირველი წელი მეორე წელი მესამე ყველა წელი იყო რაღაცებზე ვარი უნდა მეთქო ეგ გავანაწილე ეგ ყველაფერი მე. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ, მე იქიდან დავიწყოთ. მაგრამ ყველაფრისთვის დამჭირდა მიზეზი. აი მაგალითად 2 წლის მერე მივხვდი მე რომ დავანებე სმას არ მიმიტოვებია სუფრებზე ყოფნა და პირიქით. იგავმაგრდი. სადაც თვალი გაუსწორე ხო? აი იმიტომ რომ იმგენთან ვცხოვრობდი, იმგენ წრეში ვიყავდი, რომ გამოსულიყავი სახელი, ან ტყეში გაქცევაში არ არის არას თქმა. ვერ გაჩერდები შანსი რაღაც მას ბერად უნდა წახვიდე და კიდე თუ ბერობას ვერ შეძლებ ქემას დაიკარგები საზოგადოებისთვის წავალ გერმანიაში ან ჰოლანდიაში და რაცხას იზამყო და იგონებათ რომ ბერია ხო ანუ გაქცევა კაროჩი არა არ არის ეგ ხო გაქცევ მე რა დამემართ ახლა დავაკვირდი სიფხიზლის პირველ სუფრებს აი რომ ჩემი გადასახედიდან უმრავლეს შემთხვევაში იყო ამ ურთიერთობებში ტყუილები. ძიგე ადამიანებს. სიფხიზლეში თითქოს და ახლა ამას ვერ მიხვდებიან ვისაც ვინც სხვამს დაუნებებია თავი. ცოტა უხეშად გამომია, მაგრამ რაფერ დარწმუნებული ვარ რომ თუ შეძლო ვინ უნდა დაანება თავი, მიხვდება იმას რომ მე ახლა მართალს ვამ და გარდაუვალს. ხო და იქ შევამჩნიე ძალიან ბევრი ტყუილები. მაგრამ მიყვარხარ, აბარა ხვალქნათ ეს დაპირებები და იგი. წარმოგიდგენია რესტორანში იკრიბებიან და ეს ჩემი მეუღლეა, ეს აი გაიცანი ჩემი ძმა კაცია და მიდის ასე და მესამე ჩეკის მერე აი რო გახვიდე რო გაიცან ერთმანეთი და გახვიდე გარეთ ტაქსი ფული გადაუხადე რო შეფალ შიგნით დახვდებიან ვინიცი 1000 წლის მეგობრები. კი, გატყუებინებს რა, ანუ რაც უფრო ბევრი ხალხიან სუპრაში ხდებოდი, მით უფრო ბევრი ფარში და ტყუილი იყო. არაფერ რატოა, აი თან როგორი რამეა, იცი მე არავითარ შემთხვევაში არავინ არ დაიჯეროს, რომ ისტორიულად და რაღაც ეტაპებზე საქართველოში აი გარდა გასაბჭოებებისა და ამისა ლოთობის არავითარი პრეცედენტი კულტურა ხო არა, მაგრამ არ თვითონ მაგ ამბავი არ იყო. ჩემს ბავშვობაში ასე ქუთაისურად გეტყვი და მაშინდელი ვიდიოდ. აი არახს ვინც ვამდა იგი ვიცი და იგი იყო დენის კაცი. მანდიო. ტრადიცია იყო ის უნდა გამოგეტანა წყალი, იგი და ორი თეთრი. და მე ხო და ოღონდ იქვით არ იქედა არ გამეჭო არასებული რაღაცა იმაზე ლაპარაკი. და იმას არახს დაალებდი არახი ძვირიღი და დენის ფულის გადასახადს. მაგრამ იგი იყო სტანდარტი. და მე კიდე ქართველი ლოთი ერთი სოფლის გიჟი ყველა სოფელშია ხო გიჟი. ეგიც არ იყო ასე რა. ან არ იყო ქართველი ან კიდე ტრადიციულად მოდგმიანად იყო იგი რა. კომუნისტების დროს ბომჟი ყოფილიყო რთული იყო. ქართველი არ სიცხვილი იყო რა. ხო არ იყო აი როგორ არ იყო იცი გინება არ იყო ჩემ ქალაქში გინება არ იყო. მე არ ვიცი რა ხდებოდა ჩემ ბავშვობის დროს აქ. მაგრამ მე ვიცი რომ ჩემ ქალაქში არ შეიძლება დანის ხმარება, ქვაჩაგერწყავ ვიღაცისთვის,
რაღაცები ასე აი შინაგანში ვიცოდი რომ არ უნდა მეკნა. და მე ეს დალევაც გააძრეს ბოჰემაში შემოიტანეს ეს ის რო იყო რომ ხელოვანი თუ არ სვავს ან თუ იმას არ მოიყვანს ყველაფერი შემოტანილია რუსეთიდან. რასაც შეხედავ. მე პროდიუსერმა ხო დაგაკავები და ის რა ვქია ლუდი ხელში ახლა ლუდი პანკსო უნდა ეჭიროსო. ლუდი პანკს უნდა ეჭიროს, მაგრამ იდეოლოგია იგი ერთია, სექსპისტოლი და აქ ყველა სისტემაში ხარ შენ. სექსპისტოლი კი თავის საქციელი გიმღერებს და გაჩვენებს და იგი იარაღით გეუბნება ამას. სპირტი იარაღი შემოტანილი აქვს და ახლა სპირტ შემოიტანს. პლანს რო არ მოწევენ ბავშვები, რომელიც არ სვამდნენ. ბავშვები, რომელიც არ სვამდნენ, დედებო და მამებო ის ბავშვები დაჟე რო არ ეწეოდნენ, ის ბავშვები დაიწყებენ სმას. იმიტომ რომ იქ მოსაწევში რაფერი რამე ეს იმდენად ახალი ამბავია, მოსაწევი ყველა ეწევა. ინტერესი. ხო, არა, მაგ კულტურა ვერ შემითვისე, ჩვენ არ ჩაჯდება, ჩვენი შანსი არ არსებობს. მაგრამ ღვინოს იმ ხელა კულტურა გვაქვს, არასწორად გვაყენებენ, უკვე რაფერს ვამბობ, იცი? აუ, არ ვიცი რა ქვაბებით, იმგენ და ამგენ. ისო დრაკონის კი არა და დინოზავრისი მინდა. ხო, მე მაგი არ ჯობია ყველაფერს ვაგიდე დავატირე. დინოზავრის დაკვალებიდან დაულიეო. რო დააკვირდი ამნაირ რაღაცას, რომ ღვინო სისხლია ჩემი, პური ხორცია ჩემი. და ჩვენ კიდე გვაქვს ათასობით თუ ასობით ჯიში იგი, ხო? ყურძნის ჯიში. ხო მაგას? კი ბატონო. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მრავალფეროვნება არის ღვინოების იმაში. დაჟე იმგესრობა იგი ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა იმგან გამოიყვანეს იმ ყურძნას სხვა იგენ და ასე გამრავდა და ყველამ დაარქვა. აი იგი ქართველების მოგონილია თუ არა. აი ღვინოს სად ერხევა, იცი? ღვინის აკვანი ყოფილვართ. კიდე აკვანი. აი ჩაბმული აქვს გასაყიდად რუსეთში. ჯერ ეს მადლი სისხლია ჩემიო. ტერს როგორ უნდა მიცე? არა ქრისტიანებს როგორ უნდა მიცე ქრისტეს სისხლი? ამაზეა ლაპარაკი. კიდე იმაზეა ლაპარაკი. ჩვენ თუ ამდენი ჯიში ყურძენი გვაქვს და ასეთი ჩვენი მართლა ტრადიციაა და რა ვიცი ასაულია. მეც მას თავი დავუნები თუ არა ღვინოს სიყვარული არ მიტოვებია. მე ახლა უფრო მიყვარს ღვინო და ახლა უფრო მართალი ვარ. მაგ ღვინის კულტურასთან მიდრე რომ ვსვამდი. აი ხოდა ახლა დააკვირდი გაგზელებას გეტყვი პატარას. იგი თუ წერია შენ რო სუპრას დადგები და სისხლი როა იმისი და რაღაცები ხო ქრისტეს სისხლი ასე გამომიდა ხო? და შენ რო აი გოჩს რო გეიგდებ იღლიაში აქედან ხაჭაპურზე გადაკეცავ და ამხელა ქვაბს რო დალევ და ამას რო ჩატენი და მე კიდე მეორე სადღეძელოზე კიდე განსხვავებას ოთხეჩავ და გარეთ რო გავარდები და არ წხევ. სადაა შენი ქრისტიანობა? ხო ძღომაში სადაა ღვინის გამოყენება როგორ შეიძლება მასე არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში და რატო არ შეიძლება გეტყვი? ჩვენ აგერ ახლა ვილაპარაკეთ ბიბლიაზე. 10 წელია რაც დაანებენ. 10 წელი. ხო და აი ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა ბიბლიაში რა წერია? მოდი ახლა გადმოვიტანოთ მედიაზე გადავიდეთ. ჩემი ზემლიაგის. კი ბატონო. მედიცინაზე. იმას ხო წერია ახლა გადმოცემული. იმერელი. მედიცინა, იგი წამლები, იგი შხამები, გველები, ყველაფერი ქონდა. მაგრამ რატომღა ჩვენ მხედველობიდან გამოგვატოვები ეს ან არ გადაიტანეს ჩვენი ყურადღება რაზე იცი? ჩვენ თუ ბალახისგან, იმისგან, ამისგან, ცხოველებისგან, შხამებისგან, აქედან მედიცინა, ანუ წამლებს ჩვენ კულტურა გქონდა ოქროსი წამლების და კიდე იმის დამწერლობის ყველაფრის. შეიძლება მოდიებ თქვათ, რომ ერთ-ერთი სახეობა წამლებისა იყო ღვინო. ხო მაგრად ეხავს ღვინოს წამალი რო დავარქვი. ხო და წამალი კი არა, ხო წამალია. ქრისტეს სისხლი არის. მოდი თუ გიყვარს ამ ასე აღვიქვათ არ ჯობია რომ სისხლის სმელები არ გაქვთ. ეგ თუ დოზირება შეგიძლია, მაგრამ აი მე და შენ რატო ვერ ვქენით? ეგ წამლად რატო ვერ ვქენი, აღარ ვსვა. ხო, მაგრამ ეგ ხო დაგჭირდა რაღაცა დრო რო აი ბევრი ხო ხელით შეგიშალა. სასაფლავებზე რო ავედი და რო ჩვენი ერთად ხიზემო რო დავინახე, უკვე სურათები კი არ დავინახე მარტო ჩემი მეგობრების. კიდე თარიღებს შევხედე. კი მართალია, მე იმგენის მერე დავიწყე, მაგრამ ასაგიდით, მაგრამ ძალიან პატარები, მე გვიან დავიწყე სხვა. და აღმოჩნდა რომ მე ვიყავი ცოცხალი.
და ვიღაცა ჩემზე უმცროსები აღარ მყავდა, ჩემი მეგობრები, მისთანაც მე ვიცხოვრე. მე თელ ცხოვრება ჩემზე ასაკი დაბალ ადამიანებში მომიწია ცხოვრება დღემდე. აი მე მყავ როგორ არ მყავ ჩემი თოლა მეგობრები და ჩემი ფარველი ანგელოზები არიან, მაგრამ იმათ თავისი ადგილი აქვს. ყოველ დღე ვერ ხვდები, მივხვდი. ხო და იმდენი ხნის გავხდი, რომ მაგენიც მყავს, რატო მყავს, იცი? ამგეს კაი არც არის ახლა ამ ცხოვრების, მაგრამ მე მიშვილებთანა ვარ. შენი ბუნებით კიდე პატარა ბიჭებს უყურებ, ამგეს როგორც ჩემი ტოლები იყვნენ. ჩემს არაფერი არ შეიცვალა. უბრალოდ ხანდახან ბრაზდები, რომ ჩემს მაკაცო დაუნახავ, რომ ღიპი აქვს. რაღაცები ამნარი და ვიცი რომ წანწკლა, აი შენი შვილი და შენ ასე ეუბნები ხანდახან ბავშვო. მამაშენს არ დაემგვანო, აი ამითი. ამითი დაემგვანა. ხო კიდე იმას ვცხოვრობ, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ, მაგრამ მისი ღიპი მე არაფერში არ მიშლის, მე ჯანმრთელობაზე ვლაპარაკო. ხო და ეგ ჯანმრთელობას ახლა ხო ის აი სასმელი კიდე ის არის მარტო რომ ნუ რომ ფიზიკურად განადგურებს და ის რომ დავანებოთ რომ ის კი შიში არის მაგაში, მაგრამ ანუ აი რაღაცნაირად აი ის რასაც ყვები შენ, ანუ თავიდან რითიც გიტყუებს. აქ რა ეს სილაღე კომპლექსი გიხსნის, რომ აი თავის სადღაც სიყვარულის განცდა თუ არის გამძაფრებული, ანუ აი სადღაც ცოცხლად გიტყუებს, რომ ცოცხლად გაგზავნოს, მე მეორე დღე შიში გაგიჩნდება პახმელიას რასაც უეძახით ის მოუნელებელი, მე ამის გაყუჩება რომ კიდე უფრო თავი კარგად იგზნოთ. აი მაგ დროს თავიდან თან ხო აქ ხოლმე რომ შემოქმედებითად რაღაცებს თითქოს გათავისუფლებს. აი რაღაცებს, აი შენ ახლა სად უფრო მეტ ახლა დაფიქრდე რა დროს უფრო მეტი შეგიქმნია, როცა სვავდი ხოლმე თუ მე როცა არ სვამდი, ყველაფერი მაშინ გავაკეთე. ჯიგარი. და ამის რეალიზაცია გავაკეთე უკვე ეტაპობრივად. მე დანარჩენ ნარკოტიკს ახლა კი მართალია, არის ვიღაცები შეიძლება ეჭვებარებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არ გავყარებია რაღაცები, აი გამისინჯავს. მაგრამ იქვე დამი ზედმეტ დოზირება გაუკეთე ჩემ თავს, რომ მაგას არ ავყოლოდი. მე ვიძახი რაღაცა დრაგები და რაღაცა. კლუბური და ამერა გავსინჯერა და მივხვდი რომ მე რა მუსიკასაც უსმენ და მე რაც მევასება იმ მუსიკაში ეს ტალღებზე არ არის. ეს ნარკოტიკი არ დამევასა. და მე რაც არ დამევასა კიდე ცხოვრებაში, აი ახლა რა ვიცი რაღაცა ნახავს ალბათ ჩემი ნაცნობიც. ბევრმა ჩემს გვერდში ამათი წლის განმავლობაში იმის ადრე რო ვიყავი მაგალითი იმის აურობის სვამს და რაღაცები აი ერთი 6 წელიწადში მივიღე შედეგი რომ ასეთი ფუსფუსი გავიგონე აი რა დავანებოთ მას თავი ჩემზე უმცროსები ბიჭო ვერ ვანებებ რაპერ ვერ ანებებ ბიჭო მაგალითი გაიჩიტე ხო რობიმ გაანებაო და შენ ვერ ანებებ და იმ ახლა როგორ ავარ ძე ყოველნაირად ვცდილობ. აი რომ ვიცი ერთი ჩემი ახლობელი 1-2 წამალთან დამოკიდებულება მქონდა. ახლა როგორ უნდა დავაჯერო ვინმე რომ ეს შევძელი მადა რამოდენიმე ადამიანის მაგ მდგომარეობიდან გამოყვანა. მე იმას კარგი ვუნე რომ წამალი გადააგდო ან რა მე არ ვიცი. მაგრამ მისი ცხოვრებაში რო ცვლილებები შედგა და დაალაგდა და თავის ადგილზე არის, ესე იგი დოზები მოაკლო მაინც, ხო? ხო, მაგალითი ყავდი, წინ რომ ვიღაცა ეს გამო მაგალითი მე ძალიან ცუდი მაგალითი ვხდები, მე როცა ადამიანი მეთქვის რომ დამეხმარე, აი შეიძლება შევაკლა თავი. დავკარგო სამუდამოდ, მაგრამ არ ვაპატიებ არასდროს დადებულ პირობას. ვინ გაძალებს? შენ რომ მოხვალ ჩემთან და აუ პრობლემებში ვარ და როგორ დავანებო თავი? გინდა დაანებო თავი, იცხოვრე ჩემთან. მოდი ერთად ვიყოთ. და მე იმ ხელაზე მაგალითი ვარ იმგენთან ჩემ მეგობრებთან რომელიც წამალს იკეთებდნენ და მე ეს შეუძლებელი იყო, ჯერ ერთი შეუძლებელი იგი მე წამალი არ გავაკეთე და მეორე შეუძლებელი იგი იყო, რომ სმა დავიწყე მე როსვანოს ვიჯღანებოდი, არ მევასწრებოდა ბევრი სპირტის გემო და იგი შევძელი კიდე წამალი არ გავაკეთე და ლოთობა გადავაგდე. აგერ მეც ჩემთვის ორი რამე გავაკეთე, ხო? მაგრამ აი რომ მითხრან როგორ უნდა გააკეთო იმ ხელაზე ინდივიდუალურია იგი და აი რაფერი რამე უნდა იცი დაანებე თავი მარტო არ არის ან შენ უნდა გახსნა ან ძალიან მაგრად უნდა გეთქინოს რომ გახვიდე იქეთ და აი რიგარეში
გახვიდე და დაგავიწყდე, აი გაგახსენდეს იქ რომ აუთსაიდში გახვიდე. სხვა რიგში დგეხარ და დაბრუნდე უკან. და ეს პროცესი არის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტა გადმოსვლის. მან ძალიან დიდი სიმარტოვეც არის რა, მედი და აბა გამოიჩინე. და მე გაუწია, იმიტომ რომ შევხედე, ხო, იმდენი ეგოისტური რაღაცა არის რა. იქ სიყალბეები და იტრებ ადამიანებს რაშიც გაგითვალისწინონ და ხო, აქეთ ნაწყენი იჩითები და ოღონდ არ გაგიჟდე და გეფოფინება ყველა იგი და ბოლოს რახათ ამთავრებ. ძალიან ცუდა მე არ მინახე ადამიანს კარგად დაემთავრებიოს ლოთობა. არ მიდის იმ ეტაპამდე საგადისწოდ გაჩნდა ამ ქვეყანაზე. აი, ეხლა მე რო დაანებე თავი და აქ რო ხარ, აი შემოქმედებით აი მხარე როგორ წამანდარ გაგიჭირდა რაღაც განთავისუფლება თუ პირიქით ეს შემოქმედება იყო რომელმაც შეგავსო და ხალისიც მოგცა თუ აი დალევის მერე? ხო, დალევის მერე გეუბნები ეს უფრო საინტერესოდ გამოვიყენე მაგ სიტუაციებში, იმიტომ რომ მე თბილისში არავის არ ყავდა, ნახე ფხიზელი. ხო. თან სცენაზე მაგ გამორიცხული იყო, ხო? და პირველი კონცერტი ფხიზელმა გავაკეთე არდგენზე მქონდა კონცერტი. იქ ახლა არდგენი ესეთი ფესტივალია, ყველა ერთმანეთს მეგობრობა. ყველა კუთხე და ყველა შინაურია და რამე და რო დავიწყე სიმღერა, ყველა იმიტომ იყო მოსული, რომ ფხიზელი რა შემეძლო. მე რაც უნდა გავხდიცი, ხო დავიწყე სიმღერა. იგი მან მოახდინა ჯგუფის წევრებზე და ზეგავლენა. დაიძაბნენ. ჩემზე კიდე რაფერიცი სწორად დაუკარი. კომპლექსები ამოტივტივდა. ავდე გადავწყვიტე ყოფილიყავი მუსიკოსი, როგორაც იქცევიან მუსიკოსები. ზუსტად იგი გავაკეთე ფხიზელი ვარ, დგევარ სწორად, უკრავ სწორად, აკორდებს ვიღებ და მღერი ვარ სწორად. და ნახევარ სიმღერაში მივხვდი, რომ ტანჯავდი ადამიანებს. სუდად იყვნენ. იმაზე იმდენად შინაურები იყვნენ, რომ აუთსაიდერს კი არ უსმენდნენ. რა შეგვიძლია, იცი? აბა გაკაჩავს. კაი გაგებით გეულ, სიყვარულით გეულები. პატარა სეირიც იყო რა. იცი როგორი ასე მაგისენა მოციცინებული კონცერტ მეცხოვრებაში არ გქონია, ამდენი სიყვარული დანთებული თვალები და თანაგრძნობით. ხო და ეგ როგორ გადალახე მე? როგორ და მივხვდი, რომ ზომები უნდა ჩამოთო და შემოქმედებისთვის უნდა მიმეხედა. და უნდა გადამებიჯებია იმაზე რომ ასე არ გაგრძელებული. ხო და ეგ რა იყო? ცოტა კომპლექსიც იყო რა, იქ შეჩეული უკვე რაც იყავი, აქ განთავის ფხიზელზე, რომ გეგრძნო. ხო, მაგრამ შევძლებდი თუ არა, რომ იმ ცოტას მე მოცემული სცენაზე რო ხარ აბერიცი წამები გაქვს, რომ რაღაცა შეცვალო. შეიძლება ისე შეცვალო, ვაფშე გააფუჭო და გაიქცე. მე წავსული ვარ სცენიდან, მგონია მაგნაირი რომ არ მინდოდა და მორჩა ესე რაღაცა არ შევჩალო და როგორ შეცვალე მან? და აი ასე მოვკიდე ბოთლები იდო ასე ხოდებს ბოთლები წყლის რაღაცები იქ ბავშვებიანი სასტავია მოსული მანგები რაღაცები ხო იქ წყლები რო ქონდათ კიდე ქონდათ პლასმასის ბოთლი და არაყები ხო და ახლოში რო არ იყო ფეხით გადმოვწია რაღაცა ერთი წყალი და წაიქცა და იმგემა გადმომიდეს იქიდან ორი ბოთლი არაყი თუ წყალი ასე ხო დადენდა ემაგი შემეპარა აი ჩემთან სულ არაყი იდებოდა და ასე ამდენი მივედი და იგი ორ ბოთლს ასე მოვიდა და ასე ვქენი რა შევანჯრიე ხო და არაქვს პუზილოკები ხო გვაქვს ხო ჯაჭვს არ მოაქვს ხო ავიღე და ეს წყალი დავითვლია მაგ ყველას ეგონა რომ სვამს დამთავრდა ამისი და ასე მოვკიდე ამ ბოთლს და შევბრუნდი ასე და რომ უნდა დამელია წყლის ძალა მოგწევთ გამჩენვა ღმერთს ამიტომ მე ძმას დავანებე თუ რა ეგზელობას არ დამინებებია თავით ღმერთმა მაგი დამეტობა მაგის უფლებად და დავლიე და ხო დავლიე და იქ ახლა ნაკლებად უნდა დაიჯერა რომ წყალი დავლი და იქ გამოძახილა ემასი არ ჯობია რობი რაღაცები ხო გავიგონე და მივაწექი რას იცი ჩავთე რობი კუხიანიძე როგორც ამგენმა იცოდნენ სცენაზე უკვე იმაწინა საპირისპირო რობი კუხიანიძე ვითამაშე აი გავხდი ჩემი თავის მაყურებელი აი რა თულიც არ იყო რობერტია მტრალი მაგი არ ვიყავი ყოველ დღე მაგიზე დავატირე და ამის გაკეთება თორე იმ წუთა შეიცვალა განწყობა სცენაზე და მის მერე ვინტრვალებ თავს ესაც ეგრე ხა იგი მომთხოვეს რა ვქნა
აი ეს სახე მომთხოვე. იმათმა ეგ იმათი შეფასებით როცა დაიწყებ, მაგრამ აქ შენ რა გათავისუფლებს? მე მაგიმან თავისუფლებს, რომ ლიჟბი იმგემა უსმინოს და რა პოზიდან მომისვენ. იგენი მე მივაჩვი იმგემა კი არ მიმაჩვიეს, რომ აი ჩემგან გამომდინარე დაინახენ ჩემთვის სიმთვრალე რა შეგიძლია ცუდი იცი თუ რეალიზაციას რაღაცით ვერ უკეთებ. და ხდები დეპრესიული შენი ცხოვრება არის მარტო სუფრის თავი და ბოლო. მეტი არაფერი თუ არა იქ დაძრეული გაქვს, მაგრამ თუ შემოქმედებით აკეთებ შენგან იმის გარდა მაინც დარჩება, რომ სცენაზე იდეგი და იქითყვენ სუფრაზე დალია სული. ამოხადენ ძმაკაცებმა სული, ამას უთქვენ სუფრაზე, ხო? მაგრამ როცა შენ მოძრაობაში ხარ და ყველგან სვამ, იგი ჯობია იმას, ვიდრე ჩაუჯდე და აი იკლა თავი, აი გახდა იგი ლექსების თქმელი, სადღეგრძელებ, წადი ბიჭო, მაგის არსებობს სცენა. თუ ბევრი ხალხი გინდა ფილარმონია არსებობს, იგი რაღაცა შოუები ხო ტარდება იგან, აი იგი არსებობს, იქ წადი იყლინჯა პროჯე, რაღაცები აკეთე, ან ხატე, თუ ხატავ ადამიანი ხო სხვა შედეგი აქვს. მაგრამ სუფრაზე რო გადაიტან ამას ყველაფერს, იმას საზღარი შედეგია, ხო, ადამიანები ბლატაობენ იმით, რომ თავს იკლავენ. მე მაგალითად მქონია ასეთი შემთხვევები, ერთ ჩემი ახლობელი ყველას უყვარდა ყველაფერი, მაგრამ გიტარით ხელში მოკლეს კაცი. არ ბენიეს ამ რესტორნებში, ამგენში და ეგენი ისვლებოდნენ და იგი სულ რესტორანში იჯდა და უკრავდა. ფულზე კი არ უკრავდა, აი ძმაკაცებისთვის უკრავდა. აი არ წამით არ დაფიქრდა ყველა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. აი არაზე რომ ისევდა ყველა დარჩა. უკეთესობლეს ადამიანს ვამბობ, არ მითხოს. და ის სხვევიც მაგას როგორ მიუძნია, რომ იმისგან რაც უნდათ, პროსტა ის მიიღო და ის თვითონ პიროვნებაზე არც აინტერესებდათ რა და აი რა მაინტერესებს იცი კიდე რომ აი შენ შემოქმედებით ხარეში რა ჩარკვიანთან გადაკვეთა მაინტერესებს რა ის ჩვენ გონდა აი ის თვითონ შემოქმედებითი პროცესი როგორი იყო აი ვაფშე ირაკა ჩარკვიანი არ ხმამაღლა მე ირაკა მე რო აქ დავიწყე თბილისში რაღაცეები ჩამოვედი რაღაცეები ხო მუსიკა და რამე ერთადერთი ადამიანი უბრალოდ ქუთაისიდან ჩამოვედი, რომელიც არ ჯეროდათ, რომ ქუთაისში შეიძლება არსებულიყო ასეთი ხასიათის მუსიკა. აქ ვაფშე სხვა მუსიკა იკრებოდა. ანდეგრაუნდი თბილისში მუსიკალურად უფრო ადრე იყო, ვიდრე ქუთაისში იყო. აქ რომ მღეროდნენ, იქ მაგ დროს ჩვენ სწავლობდით, როგორი სტრუქტურით მივდგომოდით ამ საქმეს, რომ არ ქონოდა პრეტენზია ჩვენ დავიწყეთ და თქვენც იგივე საკეთებთ. ეგ არ ვარგოდა, ჯობდა რომ ჩვენი გავიკეთებია. იგი სხვა ადგილი არის და აქ სხვა სიტუაცია იყო, ხო? ანუ მაგ პერიოდში რასაც შეჯიბრი არ იყო რა, ესე იგი ჩვენ არ დავუშვით, მაგრამ არ შევეჯიბრეთ და იგი მე არ შემეჯიბრებოდნენ თუ ასე არა. მაგრამ ჩვენ გადავწყვეტ რომ არ შევეჯიბრეთ. ხო? და როცა მე ხო გავიდა წლები და 90-იანებში მომიწია აქ დააკვრა მე სანამ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში არ დაუკარი. აქ წარმოუდგენელი იყო, დაბლოკილივით იყო რაღაცნაირი. არ გაღიარეს ხო იმე? არა, არ გაღიარებდა, კონცერტი ვერ გავაკეთე. არ არსებოდი მანამდე. მე მოსკოვში ადრე გავაკეთე და იმის ტალინში კონცერტი, ვიდრე თბილისში მე გავაკეთე ყველაფერი. იქ რო გაიგენ, იგენ რო თქვენ რომ მაგარი ვიყავი, აქ ვიღაცები გამოჩნდნენ, რომ იმათ მოდი აბა აქაც იყავი მაგარი. თან ისოდენ რომ სვამდი, აღა მართლები იყვნენ. ადგინა შარის აკიდება 90-იანები ჩამეიყვანდა გან ლოთი და ეყლეობები აკეთებდნენ. ხო? აუტყივარი თავი რატო უნდა იქიო, ნო? შეულებრივი რამე იყო, მაგრამ ჩარკვიანის იმაზე იყო, რომ რო ჩამოვედი აქ რადიოებში მაგარი რაღაცა. რომელი წლები იყო? აი, მაგი იქნებოდა ალბათ 95-96 წელი. რადიო FM რადიოები რო შემოვიდა, არ ვიცი რომელი წლები იყო. უკვე 1-3 წელი შემოსული იყო FM რადიოები. და მოგვიწია რაფერი რამე, იცი, რადიოში გვინდოდა კონცერტი გავაკეთებია. იმიტომ რომ სცენა არ იყო, მართლა არ იყო როკ სცენები. მაგ დროს აბრეშუმის დაუკრავდი ანდეგრაუნდის სასტავი იყო. ჩვენსგან მას ლაგუნასთან რო იმართებოდა. ხო, ხო, ისე თუსოვკები და რაღაცა. ჩანაწერების დროს ლადო ბურგული თქვენ ესე. და ჩვენ შევთავაზეთ ამ სიტუაციას ალტერნატივა. მოდი
ჩვენ ჩაგსავთ ავტობუსებში თუ რაც გაიქნება ტრანსპორტში და მე მივეცეთ რომ ამ საათზე იგი იქნება, ამ საათზე იგი იქნება, პირველები ალბათ ჩვენ გავაკეთეთ, ამ საათზე იგი იქნება და ამ საათზე იგი იქნება. არც არ ეწერა რესტორანი. არც არ იყო გათვალისწინებული ჩემს სახში. მოძრავი კონცერტი. ჩემს სახში ღამეს გაგათეება. არა, იმენას სასტუმრო და ახლა ვაკეთებენ, ის გავაკეთეთ მე რომ არჩი მომენტში. და რაფერი რამე იყო, იცი, ჩვენთან აქ რომ ერთი ფაბრიკა იყო, ქუთაისში ჩვენ ავდექით და ლადო მეცხიშვილის თეატრში პანკები შევღარეთ. აქ რომ ლაგუნა იყო, კიდე ლაგუნაც რო აღარ იყო, ჩვენ ავდექით და ოპერის თეატრში ჯგუფი გავაკეთეთ და ოპერის თეატრში პანკები უკრავდა. ჩვენ რო აქ მარტო მეორე არხი იყო, იქ ორი ტელევიზია იყო და სულ აი შემეცნებითი გადაცემები უმრავლესობა კი არა ყველა ჩვენი იყო და ჩვენს იდეოლოგიას ემსახურებოდნენ. ჩვენ რასაც გვინდოდა იმას ვამბობდით. თან ადვილი რატო იყო, იცი, ამერს მღერებს ღეროდით და რადიოში წესიერი შემეცნებით ბაზრობდით. აი ურთიერთობებზე რაღაც. იმას რასაც ამბობდი, რომ ხალხთან დაგეახლოვებინა, გადაგონდა უკვე რადიოდან. ხდებოდით რაფერი, იცი, ამ შვილო მოდიოდა ჩვენთან კლუბში, დედამისმა იცოდა, რომ ჯობდა ჩვენთან თავშესაფრად ყოფილიყო, ვიდრე ქუჩაში დიდებული იყო. არა, ცუდი ხალხი. და სირობებში, იმიტომ რომ ხედავდა, რომ მუსიკა იყო იქ რაღაცები იყო და აქ ურჩებოდა. თვალ ადამიანებს როგორ ანდობდნენ ბავშვებს დღესაც აზრი არა ვარ. მაგრამ არებს არაფერი არ დამართნია ჩემ კონცერტზე, ჩემ ყველა კონცერტი იყო, წინ ხედავდი რომ ვინმეზე რამე არ გაიფუჭებიათ. ახ იმიტომ შენ ტიპიც ეგეთი ხარ, ურთიერთობებს ძალიან უფრთხილდები რა, არის ადამიანები რომ მოსასწრაფო მე რომ ლაპარაკობდა, შენ მაგიზა ხარ, მე ჩემი ხმა რო გაიგონო და შენ გიყვარვარ, მე მითვალისწინებ. იქ რომ ვინმე შეგეხოს იმის დედას მოვთხოვ როცა დინამაში. ჩემ ტერიტორიაზე ვარ. შენ ტერიტორიაში, შენს გაგებაში ხარ, მაგარი და იგი უნდა გაიტანო, მაგრამ რაც ამინა სახელი დაერქვა, აღარ როკ მუსიკოსი ვარ და იგი ვარ და კაი ბიჭი ვარ და ქუდი ვარ და არა, იგი ასე რა. ყველაფერი ჭირდება შესაბამისი აღიარება და პატივისცემა. და ამისთვის უნდა აკეთო ყველაფერი, რომ აი კი ვიგინები, კი ეგი ამას ვაკეთებ, მაგრამ მე ჯერჯერობით არავის არ უცემივარ სცენაზე. და წარმოუდგენელი იყო ქუთაისში დღესაც ახალგაზრდა ბავშვები რო ჩადიან და პანკს რო მღერიან, იციან რომ იქ შენაგინებია, უკვე თვანის დედა შევეცი ნათქვამია. შეგინებული კი არა, ჩვენ შორის მტყმანზეა ლაპარაკი. მე მაქვს პრეტენზია ჩემს აქციელში. რომ ვაკეთებ სიმართლეს ვემსახურებ და შენ რომ მოდიხარ და მეუნები მაგი მასე არა, მე გეუნები მაშინ თქვანის. მორჩენილი ბაზარია. ხო და აქ ჩამოვედი FM რადიო უფრო მაგრად იყო. და ერთ რადიოში რო დავაპირეთ, მე მივხვდით რომ ასეთი რამე მოვიფიქრეთ, ერთ რადიოში დავჯექით და ყველა თბილისის FM რადიოებში ჩართვა მქონდა ერთი სრული კონცერტის. და ყველა დავპატიჟეთ. პირიქ დავპატიჟეთ კი არა, რაფერი ვიყავთ, წავიქავლებ რომ მოვიდეს. პანკები ეგენ. ხო, მაშინაც ხო იყო ვიღაცა წონიანი იყო, ვიღაცა არაწონიანი. კი ბატონო. და ერთადერთი კაცი იმაში ამ ქალაქში ვინც მოვიდა კოლეგიალურად გეუბნე მუსიკოსი, ხელოვანი ადამიანი, ეს იყო ირაკლი ჩარკვიანი. ადამიანს რომელიც მოსვლასაც ნაკლებად ველოდებოდა. საერთო იმაში იყო რა, იმას რომ გაუგზავნეთ, თხოვნა იმასაც გაუგზავნო და ერთადერთი ირაკლი ჩარკვიანი პლუს კეთათო. ეს ორი ადამიანი მოვიდა და კიდე იყო მიქაბერიძე, მაგრამ გიგა მიქაბერი. ხო, იგი სულ ჩემთან იყო და იგი კიდე კურცხვიდა და მაგათი ჯგუფის ასთა. კაჭ მე ვინც განსაკუთრებით მიყვარს, ეგენი მოსულა. ხო, აი ეს ხალხი მოვიდა. განაჩენები რა ვიცი ახლა ზოგს არ ეცალა, იგი და როცა ჩამოდიოდნენ ქუთაისში. და მანამდე ანუ ჩარკვიანს არ იცნობდი, აი მაგ დროს. კი ვიცი, არა, როგორ არ ვიცნობდი, მე გეუბნები შენ, მე აქ რო ჩამოვედი და ჩემი გასაკეთებელი მქონდა. აქ იყო ბევრი საქმე და იქ გასაკეთებლად ქუთაისში გავაკეთე, მე რაც უნდა რეალიზაცია გამეკეთებია და აქ იყო, ახლა მე რომ მაგაზე ლაპარაკი დავიწყო, ხო, ვაიმე. მე რომ მაგაზე ლაპარაკი დავიწყო, ცუდ სახელს მიიღებს. მე არ მაქვს არავისთან პრეტენზია, მე ზუსტად ვიცი აქ რა გააკეთეს და იქ რა გააკეთა. მაგრამ რაზეა ლაპარაკი, იქაც გააკეთა და აქაც გააკეთა.
მიხვდი? კი ბატონო. ხო და ყოველთვის აქაც და იქ გაკეთებულ ჯობია რომ ერთ ნაკეთობას დაიმსგავსოს. რომ ჩვენ ერთ ომში მონაწილეობთ. ერთად უნდა ყოფილიყავთ. მე მაგრა გამისწორდა და გამიხარდა რომ ირაკლი ჩარკვიანი მოვიდა, მოვწიეთ პლანი და აპლიკა გვიქნია იმანაც სიმღერა, მეც სიმღერეთ ხალხი გამოჩნდა ხანი ზოგი იმ რადიოში მირბოდა, არიცოდნენ რომ რადიოში ვიყავით. და მიგეკავდეს სხვა რადიოდან აუ რობის სასტავი მოვიდა გელოდება ბიჭო ზოგ წამალი მოკონდა ღამე აბა რა ვარ რომღერი ხარ იმას რაღაც სულელებს ღამე რო FM-ები და ესხმები თავის და ცუძუები და მტნებზე რო უსწრებ ლაპარაკს ხო დაინტერესებდა ჯან დაბაში ხდებოდა ეს ყველაფერი და მაგარია არავის არ დამავიწყდება რომ მუსიკოს ადამიანებიდან აი როცა მოქმედ მუსიკაზე გადავედი ეს იყო ირაკლი ჩარკვიანი. სანამ დავუკრავდი მუსიკას და 80-იან წლებში აქ რო მუსიკალური მოძრაობის რაღაცებზე ჩამოვედით მე მაშინ უფრო ფართო იგი დამხდა დადადადიანი რომელსაც დიდი რამე აქვს ამ ქვეყანაში ჩემთვის პირადად აუტსაიდერის მუსიკით იმარი მუსიკა კი არ დავუკარი დადაში და ტაქსი დამევასა ის რომ შეიძლება რაღაც ადვილად ამის გაკეთება, იმედი მომცა. და მე აი იდეურად ტექსტობრივად ვარესი გავაკეთე, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მოგზალებულად და ინტელექტუალობის დონეზე დადამ გააკეთა. დადიანია ბოლოს და მე მაგარ პატივს. სადღაც გაგათავისუფლა ხო დაგანახა გზა. აი გვარმა, აი გენმა დაგანახა რომ მოსულა. აი პონტი იყო. იქ ლადოს კიდე იმხელა დამსახურება იმ მოძრაობაში ხო აი პირველი ისეთ პანკების კონცერტი და იგი ლადო ბურდულმა გააკეთა. ახლა მე გილაგებ რამდენი რამე გააკეთეს ამ ადამიანმა. ქიშომ კიდე აი სხვა კუთხიდან რაღაც ცდილობებიც იყო იმან რომ ადრე წავიდა თუ არა იმანაც ბევრი ადამიანს ახლებული მუსიკა ახლებურად შესრულებული მოასმენია. და ჩარკვიანთან რო შენი დუეტი იყო რა ეგ იმისგან წამოვიდა ინიციატივა თუ აი როგორ სრულიად შემთხვევით რომელიღაცა შეგვეშალა არა მე მქონდა ჩაწერა და ირაკლის მქონდა გადაღება და სტუდიაში თხოვეს რომ გადაღებო იგი რა სიუჟეტი იმედზე უნდა გასულიყო ხო და რომ მოვიდნენ ირაკლი მუთხრა მე რობისთან ერთად მინდა რომ იმღერო აი უც გადაღების დროს იმპროვიზაციით მოხდა და ვაფშე ორივე ვიქნებითო გადაცემაში რა ახლა რა დასამალი და მოგიყვება ხო და რომ მითხრენ ეგ ბიჭი მე მითხრა მე საშევიდე ახლა შენ ლექსების სიმღერა და ჩემ ვერ დამარცხებული მე იგი ვისანა სტუდიაშიც იყო ასანიშვილმა მაგარი ძმა არის ქართული ჩანაწერები იმან მიდია კაცებო სინჯეთო რაღაცა და სტუდიაში შემიშენ დამწერენ ტექსტი და რა განწყობა რო ქონოდა ჩააქვენ სინათლე და მეთქი ახლა გაიმღერებს მარტო და მე ვიმღერებ მეორედ კარგად დაიწყო ირაკლი აღარ გავაჩერე რა ხო და იქიდან იმღერებდა მაგ სიმღერას როგორ ნამღერიც ის ამბობს სიტყვებს და მე ვიმეორებ ხო იმიტომ რომ გამიჭირდა არ ვიცოდი ტექსტი და მივდევა და მე ხო მიახლოებით ხო ვიცოდი რა ზემღეროდა იქ რაღაცა შემეშალა და პირიქით ჩემს ხარეზე გადმოვიდა მე დამეხლა ეგრე ცოცხლად არის შექმნილი ანუ ეგრე რაღაცა შენთვის იყო ერთ რაღაცა ერთი პრობი მე როა შენ რო იმეორე მომეცი შენ ისე და იქ ხო ხანდახან ჩანს სტუდიური კადრებიც რაღაცა და აი არაფერი დაგეგმილი საერთოდ იმდენად არ იყო დაგეგმილი დაიბნა იმედი სასტავი და დამირეკეს და მთხოვეს რო იგი შენ ახლა ისე მოგვიგვარეო მაგიო კარგი ადამიანი ხო ოპერაცია ჟურნალისტური ბაზრები გული მოიგეს ტელევიზიაში გული ხო და ჩვენო გინდაო მარტო ირაკლი ხო და ვიტყვით შენზე რომ მაგარი მთვრალი იყავ და ვერ მოდიო ხო და ახლა მარტო ის შემოგდა აკეთებდა საქმეს რომ ეთქვა შეიძლება ირაკლი ჩარკვიანს მაგენ დაიკიდები ერთ ადგილზე ხო და არ იქნებოდა ის კლიპი იმ გადაცემაში არ იქნებოდა ირაკლი და მაგდენ შეგნება ხო მაგაც და იმ დღეს მახსოვს არც ირაკლის უთხარი რომ თვითონ ეგ არ დაზიანებულიყო თვითონ ეგ ვარეს გეტყვი ამ დროს როცა ვემზადებოდი სტუდიაში ვიყავი და მაგრად დალევა მინდოდა
და არ ვსვამდი რომ ირაკლის ჩემ თავზე მე ვარ ატვეჩაი, მაგრამ ჩემ ძმაკაც ჩაწევი გიქონდა ინტერვიუ და იქ უნდა დამჯდარიყავი და ვაფშე გაწამებული ფხიზელი ვიყავი. არა, ხელა იყო გათვალისწინება და პატივისცემა. ხო და მეთქი, აი ძმა ვარ თვალ და ირაკლი სანამ ცოცხალი იყო იცოდა რომ აი იყო ბიჭო იმ დღეს რაღა პატარა თვალი მან ვერ მოდიო ამას მე უნებოდა. ირაკლი მაგარი ირაკლი რაფერა იცი ბავშვები თავის გაგება აქვს როგორ შეაფასებენ. მაგრამ ირაკლი ჩარკვიანის რო უძახია მუსიკოს ან რაღაცას მე მაგალითად ჩემში უფრო მიხარია ხოლმე რომ გავიგონებ რომ ირაკლი ჩარკვიანი როგორიც არის ისეთი თაობა რო დაიბადება საქართველოს იქნება თავისუფალი. იმგენის გამო ახლა ბევრი გაიბა რა ირაკლი ხო რაღაცებაც ხო იქნებიან. აი რაც არ მოწონთ, ვისაც ირაკლში რამე არ მოწონდა, ჩერეკი მოვსისულელების რა კითხავს რა მოწონთ, გაიარე რა. ხო იმათვის ვიტყვი. იმ პირობებში, რა პირობებში და რა მდგომარეობაში და რა ეპოქაში და ირაკლი იცხოვრა, სხვანაირად არ შეიძლება გამორიცხული იყო. რაღაცები ხო ცხოვრებაში მაგალითად ნარკოტიკი ეგ შანსი არ ქონდა იმ პერიოდი ჯინსების თაობას რო უძახიან ხო რო ვართ რაღაცები ვართ მე ვიძახე როგორ ჯენსი ყოფილა აქედან იქამდე ჩვენ წელთაღრიცხვი ცხოვრა ადამიანები მე მჯერა მაგ იდეის მე ვიცი რომ მაგ პოლიტიკოსების მოგონილი კი არა ჯინსების თაობა პოლიტიკოსების დაუძინებელი მტერის ამბავი არის მაგერი ჩემი ძმაკაცის ტურაშვილის ამბავია ხო მაგ ყველაფერი ჯინსების თაობა ნაცარმოები იმ ბიჭების ვინც თავის დროზე მოკლენ და ასე შემდეგ და ერთ-ერთი წყინვალე წარმომადგენელი მეტი რა უნდა და არ ვიცი რომ ირაკლი ჩარკვიანი არის ერთ-ერთი აი სული ჩამდგმელი მაგ სახე რა რაღაცნაირად რა მარტო მაგია რა ხა მიზნ თორე ამ ქალაქში ის ძირითადი ძალა რო არ ყოფილიყო ვერც ქუთაისელი ეგ დედაქალაქიცაა ღვაზე ხა აქ ყველაზე აუცილებელია თუ რამე გაკეთებული აქ რომ მისი რეალიზაცია ერთმანეთს მაინც გააკეთო ხო და აი კაგრას დასასრულისკენ მივდივარ და რაც ის მევასა რა ეხლა საფეხმავლო გზაზეც რო ლაპარაკობ რა აი ველოსიპედმა რა საიდან გაჩნდა რა ველოსიპედმა რა მოგცა რა გადაიტანე ამ ველოსიპედში რა არის შენთვის ველოსიპედი ველოსიპედთან მაგას ერთი უცნაური ურთიერთობა რომ ძალიან პატარაობაში მე რაღაცა რომ მომდებოდა ბავშვობაში ხე მაგარი სახლი და არავის არ მქონია ჩვენ მაგრამ ფულიც არ მინახია მაგრამ არაფერი არ მაკლდა ვაფშე აი ღირებული ფული არის რო ყოფილიყო აი მაგალითად გეტყვი მე 6 კლასში ვიქნებოდი ალბათ მე 7-ში ხო მეტი არ ვიქნებოდი მე 6 მე 7 კლასში ისეთი დასარტყმელი ანუ ბარაბნები დასარტყმელი დრამი ხო ისეთი მქონდა რომელიც მქონდა ორერას ანიბერიას ყველაზე აი რაც შეიძლება და ქუთაისში არაფერი არ იყიდებოდა აქ უნდა ჩამოსულიყავი და საწყობი და უნდა დაგეთრია მაღაზიაში არის დამაგნაი რაღაც ყველაზე საუკეთესო მქონდა ველოსიპედი მომინდა და ისეთი ველოსიპედი მიყიდეს რომელიც რო დავჯექი რო გამიშვენ ხელი ვიცოდი ველოსიპედი ახლა ბავშვურად პატარაც ყავდა იქ და ორბორბლიაც რო დავჯექი გამიშვენ ხელი აუ რა ბედნიერი ვიყავი იცი ასეთ გავქარი და მოუმატე და რო დავარე ძველ ველოსიპედებს ხო აგასე ტორმოს უკან რო ვადრე ინახიათ ხო მაგნაირად რო ასრიალებ თანი ხო აი ასე უკან იყო ტორმოს ხო და მოუქნიე ფეხი და აი მეთქვი ეგი რა მაგარი ველოსიპედი ხო დავხედე ბიჭო აქ ცეპი აქ ყველაფერი აქ მიდის
თურმე გონჩია თუ რაღაცა დარღლიანი ახლა რო ველოსიპედებია ამ სისტემის სპორტულები სხვა იყო სხვილ პაგრიშიანები სიჩქარები და იმას ეგი იყო ახლა მე რაც ხავს ეგი იყო რა მაგრამ ყლეობა იყო ცოტა თურმე ამაზე ვზივარ და არც ჩემებდი მამაჩემ არც და არც მე არ ვიცი რა მიყიდეს ამ შობელ დაღლება და დედა ჩემ იცოდა რომ კარგი უნდა ბავშვობიდან მოიწამლე ველოსიპედი ხო და ეს ველოსიპედი ხო დავითრე მე ერთ წელიწადს მეშინოდა კარგი ხანი და მე სხვებმა მასწავლეს რა ეს მომყვა ჯარში წასვლა და სულ ყავდა იგი რა ეს გონჩები თუ რაღაცა რო ქვია დამიგროვდა ერთი 6 წალი მქონდა ჯარში წასვლის წინ ხო და როჩამ ჯარში წავედი აი ახლაც ვიტყვი აი იმ სირმა ვინც მომყარა ვიცი რამხელა გამოქლიებულია ბიჭო აი რა პონჩი მომყარა ველოსიპედები ვერაფრით ვერ მივხვდი იმასაც უნდოდა ალბათ შეხო გინდოდა და არა ჯარში ვარ წასული შეჩემა თუ გინდოდა ვერ მითხარი რომ მივდიოდი გაათხოვე ხო რა დაყენ რატომ მომივიდოდა თავში ახლა რომ აი ვერაფრით თვითონ იყო ალბათ მოერიდა ეთყო რა მოერიდა აი ხოვნა მოერიდა და აი ერთი ველოსიპედი ხუთი ველოსიპედი როგორ რა მოერიდა შენ ვარ გადაირია ბიჭო ხოვნა შეერცხვა და ხوار თხოვდა ასე დამთავრდა ჩემ ველოსიპედთან ურთიერთობა მომპარეს ხო აი ვერ მივდა მომპარაგე ყველა მითხრა რომ ჯარდა რომ ჩემი მაწე იყვალა ჩუმჩუმად თავის დაიწვა ხო იმ ჩუმჩუმად მითხრა მაგრამ და უბანში არც ეს არ ყავდა ხო საცხაცა იყო რა ვიცი ხო 6 ველოსიპედის მომპარა არ იგი განსაცა იყო ხო და ეს იყო ველოსიპედები და მე გავიდა წლები ვიარე ეხით ვიარე აგერ 30 წელი ვაუ აი 30 ალბათ 30 წელი გებდა რაღაც ხო იგი ბავშვობის მენენა მოხდა ამნაირად რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა აი ვინა იცი რა ქვია მას ნიკა გელაშვილი არა ნიკა გელაშვილამდე დავითრი კაც მაგის სახელი არ ვიცი ხო უბლება გვაქვს მაგის სახელს უბლება არის ვაფშე ხარდა შეიძლება ყوار იგი მასხრო ხო და კაუჩი რამე პრობლემები არ შეგვიგე ხო იცი როგორი კაცია მოკითხვა სადაც არის წამიყვანა აუ რაფერ მიდახა იმის სახელი გავიხსენო იცნობ შენც ის მოტოციკლეტიც რო ყავს მომწვანო ცოტა იგი ჩეჯგვაზია რა აკელი არის ხო ჯიგარი აკლემეზე მეზო დაყვება და რაღაცები და ამავე სახეზე იმენა დაახლოებით ის აი მე რო გავიხსენებ სახელს გეხვეწები მივაწეროთ რასაც მომყვები იმერამის მოგიყვები რომ მიაწერე რა და რა ქნა იცი შენო ველოსიპედიო გინდაო თუ რაღაც რატომ მინდა გადაგიწყვიტა გინდაო წამოდი და წავედი მანქანა მოგითხა მიმოყალა სახლში გარაჟიდან გამოვიტანა წითელი აი ფრანგული ანიტა უფრო ფრანგული სტილის ველოსიპედი წითელი ფერის ხო და ოღონდ აი რეტრო რაფერი იცი მე ფრანგი რაფერი დიზაინია და რაღაცნაირი ან ტექნიკაში ხო და მაძლევს ამას ბიჭო იმის მე რო გონჩევიჯექი რამდენი წლები იყო გასული ხო ველოსიპედებიც გაიზარდნენ და გამეძრო ეს ველოსიპედი კაროჩე და მაჩუკა ასე და იქვე გამიშვა და წლები ერთხელ წყლებში აღაშობი მთვრალი ნიაზის ველოსიპედით ამას კიდე მოგიყვები და ერთხელ დავჯექი ბავშვობის მე ნიაზის ველოსიპედზე მის მერე ბავშვობის მე ერთხელ დავჯექი და ეს არის უკვე წლების მერე კიდე მაჩუკეს ველოსიპედი ბავშვური განცდები და წამართვა ეს წამართვა კი არა რაფერი პონტი იყო ეს ერთი ველოსიპედის დაითრია და რო დაინახა რომ დაჩაზე ვიყავთ კიკეთში მე მგონი და იქ მანქანაში ადგილი არაო რაფერ ჩავსვათო იგი და მე ვკატაობდი ველოსიპედი მაგარი თვრალი მაშინ თვრალი ვიყავ ისეთი თვრალი რომ კითხვა დასველი ერთხელ ეს თვრალია აუ თვრალია მაგარი და ბიჭო საიდან იჩე რომ თვალიო აფერარაო
ფხიზელი გილახიავი შეგითხეს და საფიქრაში ჩააგდნენ ტიპი საიდან იცი თვალი თუ არის თუ ფხიზელი არ გინახია ადამიანზე გელაპარაკებ რომის მუხიანზე გელაპარაკებ და დავეშვი კედა და მანქანით დამეწია მაგდა ბიძამის ჩემი ძმა და ასეთი მარშრუტი ასევე იღება კარგი ფორდებით რაღაცა და ასე მიქნევდი იმ დაღმართებში ფეხებს ისეთი მთვრალი ვიყავი და დამეწიენ იმ დაღმართში ხო და ასე რომ გაჩერდნენ კარები გამოვავები და მიყურებენ მანქანიდან რატო იცი წარმოუდგენელი იყო ისეთი მთვრალი ვიყავი და კიდე ფეხებს ვატრიალებდი არ ყოფნიდა და რატო იცი აი ვაფშე ვერ მივხვდი მეთქი მე кайფებიან გავხარდათ ეჩქარა მოვდივარ და რაღაცა და ვაფშე გეგონა რომ შენ დაეცი მე რა მიზეზი მქონდა იცი არც გამოპარულად და რა ხოდა დავდიოდ ეს და ღრუბელი დავინახე ჯერ შავი ღრუბელი მოყავს სეტყვის ღრუბელი ან კაი ასე რომ გადაგიბლის ქალაქზე ხო ამ რაღაც ხო და ემაგან ჩამithრია ბიჭო გახევი ხო და ეს თბილისში თუ ჩავასწრე დაგეფიცე და ახლა ხო მაგარი ველოსიპედი მყავს და ამას ეხა ასწრებ ხო არა ხო და ამ ხელა კომფორტეზეა რა ძალიან ველოსიპედია რა ისე და ახლანდელი ველოსიპედი ჩემი რომ სიჩქარე აი 70 მოაჩდები დაღმართში ხო რა გჭირს იცი მავიწყდება რომ არა ასე შეიძლება მაქვს რომ პროსტა ამ პოზაში ვარ და არაფერი არაა ასე ხარ დაჟე იტარა ცოცხები რო ევასებათ ბაბაიაგას ველოსიპედი არაფერი არა ველოსიპედმა შენი ჯანსაღი ცხოვრება გაამყარა არა მე მაგის სიტყვების საერთოდ და მაგაზროვნების არ მესმის არაფერში არ არის არა რაღაცაში ხო ჯანსაღი ცხოვრების წესი რაღაცა ო ეხა ფეხბურთს თამაშს ფიზიკურად მე რაღაც აი მე მაინც იმდეს მოძრაობ მე არ დავდივარ ველოსიპედი გიმდენს რამისაც ფეხითაც არ დავდივარ ეს შვალედი მიკავია რომ მე არავითარ შემთხვევაში ველოსიპედით არ უნდა ვიარო სულ ის უნდა ვისწავლო რომ რაღაცა ჩემი რომ გავყევი ამ ველოსიპედის იმას მაგარი პონტი აქვს ისე მოკლედ გეტყვი ვისაც რა მადლი აქვს ველოსიპედს რომ რაც უფრო კარგი ველოსიპედი ხარ ყავს უფრო მოწყვეტილი ხარ სამყაროს მე არ ვიცი მაგ რაღიც ქართმანში არა მასეთი ველოსიპედი რა აქვს კიდე ერთი თვისება რომ დაჯდები ინცუტას აი დავაკვირდი და აი ვერ სულ ფიქრობ აი თანამედროვე ქვეყანაში ხო აი სუდ აზროვნების მინუსებში ხარ მე ძალიან ბედნიერი კი არა ხარ სულ აი პრობლემით რომ დაჯდები რაღაცა კონკრეტული პრობლემი და შემოაჯდები და დაატრიალებ პედალს იგი რჩება იმ ადგილზე ასწრებ კარგი ხო და ძალით რომ უნდა იცვალო იმაზე მოდი აუ კარგზე ვიფიქრო იქნება თვითონ მოაკ ისე იქამდე მიდიხარ რომ ზიხარ ველოსი ახლა იტყვია მიცავას ისმეს კაიფშია ხო არ იტყვიან არა ხმა ისეთ სიმართლეს ვაპარაკობ ამას კაიფი მართლა არ უნდა იმიტომ რომ ველოსიპედია და ბოლო კითხვა მაშინ რა ეგეთი რომ აი მადლობა რობი აქ რომ მოხვედრისმაო აი იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ეხლა ვიწყებ ამ პოდკასტს და ეს პოდკასტი უნდა იყოს რომ ისეთ ადამიანებთან ერთად ვინც ცხოვრებაში რაღაცები გამოცადა რომ ადამიანებს მე ვიღაცა ვიც უყურებს მაყურებლისთვის რა ჯანსაღობა მაინც ეს პოდკასტი გავაკეთე ჩემთვის პირველ რიგში რა რომ მე რაც მაინტერესებს იმ ადამიანებს ველაპარაკო იმ თემას მაგრამ ვინც ნახავს რომ რაღაცნაირად გამოცდილებად მიიღოს ერთი რაც ხა მაინტერესებს ამ სიტუაციაში თუ გათვალისწინებული რომ ბოლოში ადამიანმა შენმა რესპონდენტმა კითხვა დაგისვას. რატო ეგ არის, ხო? ხო. მითხარი აბა. რაღაც ის შეკითხვა მინდა და ისე კარგად ლაპარაკობ. სადამენძრახო არა. ხო, რა ქვია? სადაგენძრა ქვია. სადაგენძრა, ხო?
მესადამეძრა ეგ არა, რატო იმ კუთხიდან თუ შეხედავ, რომ პასუხი თუ გაქვს, თუ არაფერს არ დამძრევია. აი მათ გაქვს დამძრეული მქონია. ვიღაცა. არა. რა თქმა უნდა. აი ხო, აი თა რა არის, რომ ადამიანს თუ ეგ გაწუხებს, რომ აი სადღაც ხვდება, რომ არა მე რა დამეძრა, მაშინ გაქვს ჩემი გადმოსახედიდან ჯერ კაჭე წინ გაქვს გასავლელიდან. კერა, ოდესმე მაგ კითხვა, ანუ მაგ აზრი, ხო? ესე იგი მოვიდა დრო, რომ შენ მოგივიდა მაგ თავში, ხო? ესე იგი კითხვაც გაჩნდა. ამაშია თელი მადლი. კი ბატონო. ხო, უკვე ამას ადამიანები დაინახებს, ზოგს მოეუხეშება, ზოგს რაღაცა, მაგრამ რო გამოვა მე ამას შენს პონტებს რო ნახავს, ალბათ რო გავაკუთაში, რომ გინმოეჭანოს, გინდა რა. აი მაგაშიდაც აი თან არის უფრო რამე და იცი რომ აი ამაში რაც არის აი რამე პოზა არ არის რა აი გულწრფელად რაც მოდის რა აი თან გულწრფელობა არასოდეს არ არის გამაღიზიანებელი ვიღაცისთვის რა ყველა ღებულობს რა მადლობა რობი აქ რომ მოხვედი ძმაო საუკეთესო ცხოვრებას გისურვებ შენს ლაივებს კიდე ბევრჯერ მოვსულიყავი ძმაო და მოვალ რამდენსაც გააკეთებ იმდენს აუ იმ ლაივებზე მინდა ერთი რამე ხო ჩვენმა მეგობრებმა რომ ისურვენ კონცერტი, აი ჩემი კონცერტი მაგალითად, ჩემ პროდიუსერს რომ შეეკითხენ კონცერტი როდის იქნება აუთსაიდერისო, გულწრფელად უთხრა, ას სათვალებიდან ჩამოხედა და ისო ღმერთმა იცისო. ასე ხარ, აი აქამდე მყავს მე ჩემი შემოქმედება მიყვანილი და თუ მექნება კონცერტი ამას სრული სერიოზულობით ერთადერთი სადაც ახლა მე კლუბებთან ურთიერთობა მაქვს სულა დედაინაში. კი ბატონო, მაგრამ დედაინაში მაქვს ის არ დავიდგი ფეხი და ვისროლე ის არის. კონცერტები არა მაქვს. დედაინა არის ძალიან ახლოს დღევანდელ მოვლენებთან. კი. კანდოში ვარ, იქედანაც ახლოს და ან ვარ. არტერია რაღაცა ძარღვი არის რა. აი როგორ ასწავლ დედაინაში ხო? და იქ მაქვს აი მარსზე რო გამიკეთოს ილონ მასკმა ეგ კონცერტი და რო არ თქვა სად მაქვს ხო? იქ არ დაიჯერებენ რო უთხრა და მაინც დედაენაში მოვიდა. და აი შენ ჯგუფზე რასაც ამბობ, რომ აუთსაიდერი სახელიო რა დავიმთხვიეო. რაღაცნაირად აუთსაიდ გარეო. ეგ დამთხვევა იყო თუ შენ დაწერე კაროჩე ეგ. რომელზეც და აი იმ დღეს რო იძახდი რომ აუთსაიდერი რა ბენს დავარქვიო ეგო და დავიმთხვიეო რა ბედა. არა, მაგის რასაც დაარქმევ საერთოდ პროექტს. ანუ შენი ცხოვრების პროექტს. რამე გიყვარს, აი თუნდა მხატვარი ხარ, ხო? და რაღაც სტილი გაქვს, ხო, რაღაც იმართულება გაქვს. მე ის დავარქვი იმას, რასაც მღეროდი. ანუ ესე გამოვიდა რომ შენ რაც ჯგუფს რაც ერქვა რაღაცა წრის გარეთ დარჩი, ხო? ხო, ეგ დაიწყოთ მე ერთად გითხარდო რა, არ ვიცი. მაშინ რომ მეთქვა, ბავშვი ვიყავი ალბათ მაგ სიტყვისთვის. ქუთაისურად აუთსაიდერის ქართულად. აშშია ქუთაისურად ვინაიდან ქვია ის რომ წრის გარეთ აუტ რაღაცა მიგედა შემოაქვს, მუცაკეთ აგდებენ რაღაცები, ხო? ქართული ვერსია აუთსაიდერის არის გარეწრები. ხო, პანკური სახელი თუ გინდა, ასე ქვია, ხო, აი წრის გარელები ალბათ რაღაცა ამის მაგალითად. ხო და აი და ყოველთვის იყავი შენ სისტემის გარეთ იყავი ყოველთვის რა. შენ შემოგელი ამ გულწრფელობისთვის რა, მე მგონი კარგი რაღაც დავიტოვოთ ცოტა. იცი რა, გვაქვს ბოლო, გვაქვს ხოლმე ეგეთი დაფამინდა რომ ტრადიცია ჩამოვაყალიბო რა, რომ აი დაფაზე წერთ რაღაცა ცხოვრების რეცეპტები არის რა. ერთი შენი რჩევა რა ცხოვრებისგან, რაც ფრაზად, რაღაცა ფრაზად რომ დაგვიწერო და ეგ არის რა, შენ გენაცვალე მე გულში. გენაცვალე და გეხუტალე. მადლობა რობი ძმაო რა.